გამარჯობა. ჩვენი ბოლო შეხვედრიდან კარგა ხანი გავიდა, მაგრამ მეპატიება, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული და საკმაოდ საინტერესო თემა მინდა დღეს შემოგთავაზოთ. მე მართლაც ბევრი ვიმუშავე ამ თემაზე, მაინც ვერ ამოვწურე იგი და ძალიან გიგანტური რომ არ გამოსულიყო, რაღაცეები მაინც შევკვეცე. მე ალბათ კიდევ მიუბრუნდები ამ თემას, იმიტომ რომ მისი ამოწურვა ასე ერთ ვიდეოში უბრალოდ შეუძლებელია. დღეს ჩვენ საუბარი გვექნება სამხრეთ იტალიაზე, სამხრეთ იტალიის მონსტრზე, რომელიც თავს ადგას მთელს ამ რეგიონს და როდის რასიზმს არავინ იცის. მაგრამ თხრობა ძალიან შორიდან უნდა დავიწყოთ, ძველი ბერძნებიდან, მათი მითოლოგიიდან და გავიხსენოთ ჰერაკლე. ჰერაკლე ნახევრად ღმერთი, გმირი, რომელიც ზევსისა და ალკმენას შვილი იყო. ალკმენა ზევსის საყვარელი იყო გახსოვთ და რადგან ზევს თავის ოფიციალური ძველი ყავდა ჰერა, ჰერა რა თქმა უნდა ვერ იტანდა საყვარლისგან გაჩენილ ჰერაკლეს და მუდმივად რაღაც მზაკრობებს უმზადებდა ხოლმე, მაგრამ ჰერაკლე რის ჰერაკლე იყო, იგი ზებუნებრივ ძალასთან ერთად ჰქონდა ასევე კარგი გათვლის უნარი, ინტუიცია და მუდმივად თავს აღწევდა ხოლმე ჰერას ესეთ ეშმაკობებს. ის კი არა, მან რამდენიმე ძალიან ცნობილი გმირობაც ჩაიდინა. ჰერაკლეს ხშირად გამოსახავენ ხოლმე მხარზე ლომის ტყავგადაკიდებულს, ეს იმიტომ რომ მისი ერთ-ერთი ბოლო გმირობა გახლდათ ლომის გიგანტური ლომის მოკლა, თავი მან გამოიყენა მუზარადად, ტყავი მოსასხამად და ამ გმირობის შემდეგ მან კიდევ ერთი გმირობა ჩაიდინა, ეს უკვე სამხრეთ იტალიაში, მან მოკლა ურჩხული ჰერიონი, ჰერიონს ყავდა ძალიან ცნობილი ჯოგი საქონლისა და ეს საქონელი წამოასხა და რომში გაჩერდა. აქ მას მოწყურდა და მიადგა ქალღმერთ ფაუნას, ანუ ნაყოფიერების ქალღმერთს, რომელმაც უთხრა, რომ აქ შენი ადგილი არ არის, ზოგადად მამაკაცების ადგილი აქ არ არისო და წყალი არ დაალევინა. ამის საპასუხოდ ჰერაკლე რა შვება? განრისხებული აშენებს ულამაზეს ტაძარს, რომელშიც თავისი სახელობის, სხვათა შორის, რომელშიც ქალებს არ აქვთ შესვლის უფლება. მთა ვეზუვიუსის მიდამოებში ცხოვრობს მჭედლებისა და ცეცხლის ღმერთი, სახელად ვულკანი. ამ ვულკანს ყავს არნაირად გონება სუსტი, მაგრამ აი კუნთმაგარი შვილი, რომელსაც სახელად შესაბამისი სახელი ჰქვია კაკუსი. კაკუსი გაიგებს, რომ ჰერაკლეს ყავს რამდენიმე გამორჩეული ძროხა, რომლებიც იძლევიან საოცარი გემოს რძეს, კაკუსს უყვარს რძე, ამიტომ კაკუსი ჩადის რომში, ნახირის ნაწილს მოიპარავს და წამოასხამს სამხრეთ იტალიაში, კერძოდ ვულკანის სამეფოში და მთა ვეზუვის ერთ-ერთ გამოქვაბულში დამალავს. ჰერაკლე დაადგება მის კვალს, ვერ იპოვის, ძალიან ბევრს იulis და უკვე რომში აპირებს დაბრუნებას, რომ ერთ-ერთი ძროხის ხმა მოესმება, ამ ხმაზე წავა, იპოვის მღვიმეში თავის ძროხებს, შეერკინება კაკუსს, რა თქმა უნდა, დაამარცხებს და საკუთარი თავის აპატივცემულოდ გააშენებს ქალაქს, რომელსაც ასევე თავის სახელს დაარქმევს, ანუ ჰერკულანუმს. ჰერკულესი არ გამოირჩეოდა დიდი თავმდაბლობით, უკვე გრძნობთ ალბათ. დღეს ეს ქალაქი არის ერკოლანოს სახელით ცნობილი, ასე იპოვით მას რუკებზე, მაგრამ ამ ერკოლანოში არის განსაკუთრებული ადგილი, რომელშიც სწორედ ჰერკულესის მიერ აშენებული ქალაქის ნაშთებია. ნეაპოლიდან ერკოლანოში ხვდებით 20 წუთში რეგიონალური მატარებლით, რომელიც სულ რაღაც ბილეთი 2.5 ევრო ღირს. ეს მატარებლები გადის გარიბალდის მოედანზე მდებარე ცენტრალური სტაციონიდან, ანუ სადგურიდან. ამ სადგურზე უნდა ჩახვიდეთ ყველაზე დაბალ, ეგრეთ წოდებულ სარდაფის სადგურზე და აიღოთ სორენტოს მიმართულებით ბილეთი, მაგრამ აქ არ უნდა შეიგეშალოთ. ორი მატარებელი გადის, ერთი არის უფრო სწრაფი, სორენტოსკენ მიმავალი, რომელიც ერკოლანოში არ ჩერდება და მე სწორედ ასეთ მატარებელზე დავჯექი და ამიტომ აქვს აი ამ ვიდეოში ასეთი ნაღვლიანი სახე და მოხვდი პომპეიში. მაგრამ არც პომპეი არის ნაკლებად საინტერესო ადგილი, ამიტომ სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო, რომ ნათქვამი არის იტალიაზე, სადაც არ გაგიჩერდება მატარებელი იქნება ავტობუსი თუ მანქანა თუ ველოსიპედი, ნებისმიერ ადგილას შენ შეგიძლია იპოვო რაღაცა უნიკალური. ასე რომ ერკულანუმში მიმავალი მოხვდი პომპეიში. ზოგადად ნეაპოლში ყოფნისას მუდმივად გრძნობ, როცა იცი რა ხდება შენს ფეხებს ქვეშ, რომ ჩვენი პლანეტა
ცოცხალია, საბედნიეროდ ცოცხალია. მიუხედავად თავისი ესეთი ძაფრი გამოვლინებებისა, რაც გამოიხატება ვულკანების ამოფრქვევაში, მიწისძვრებში, ღვარცოფებში, ნიაღვრებში და ასე შემდეგ, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენ ცოცხალ პლანეტაზე ვცხოვრობ. ასეთი იყო დაახლოებით მარსი. მე ერთ-ერთმა კომენტატორმა მთხოვა, რომ მარსის შესახებ მეთქვა 1-2 სიტყვა, თუ რატომ არ არის იქ სიცოცხლე, რატომ არის დღეს მარსი ასეთი, სად გაქრა ის წყალი. აი სწორედ მარსს დაემართა ძალიან ცუდი რა, მარსი ჩვენზე პატარაა. ამიტომ იგი სწრაფად გაცივდა. ის რაც ქმნიდა მის ელექტრომაგნიტურ ფარს, რომელსაც წარმოქმნის პლანეტების ბირთვში არსებული ნიკელისა და რკინის ნადნობის ტრიალი, აი ეს დინამო მანქანა მან სწრაფად დაკარგა. ამიტომ შესაძლო არის, რომ მარსზე ყოფილიყო პრიმიტიული სიცოცხლე, მაგრამ მან განვითარება ვერ პოვა. აი ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აი დიდ ჭიქაში რო ჩაასხათ, მდუღარე წყალი და ვთქვათ, პატარა ჭიქაში ჩაასხათ, რომელი უფრო მალე გაცივდება? რა თქმა უნდა, პატარა, ხო? ამიტომაც აი მარსს სწორედ ეს დაემართა. გაცივდა, დაკარგა ფარი და ამ ფართან ერთად დაკარგა დაცულობა მზის მომაკვდინებელი სხივებისგან, ხოლო დედამიწას აქვს და კიდევ დიდხანს ექნება, იმიტომ რომ ჩვენი პლანეტა საკმაოდ დიდია, აი ეს ბირთვი, რომელიც წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ფარს, რომელიც გვიცავს რადიაციული გამოსხივებისგან მზის. სტრომბოლი, ვეზუვი, ვულკანი, ეტნა, ესენი აქტიური ვულკანებია, რომლებიც სამხრეთ იტალიაში არის განლაგებული. მათგან მაგალითად ეტნა, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მის შესახებ აი აქ ნახავთ დაწვრილებით, იმიტომ რომ მე მასზე ავედი და ძალიან, რა ვიცი, მე მგონი საინტერესო ვიდეო გადავიღე, მე ზოგადად ვულკანები მიყვარს და ალბათ ამიტომ გონია რომ ყველას უნდა უყვარდეს და უნდა მოსწონდეს. ყოველ შემთხვევაში ნახავთ აი ამ ვიდეოში, სადაც ეტნის შესახებ უფრო მეცვლავ საუბრობ. ასეთივე არის სტრომბოლი, რომელიც ასევე ძალიან აქტიურია და ეს ეტნაც და სტრომბოლიც მიეკუთვნება იმ ვულკანების რიგს, რომლებიც მუდმივად ანთხევენ ხოლმე ლავას. აი მაგალითად ეტნა წელიწადში 5-ჯერ, 6-ჯერ ამოიფრქვევა ხოლმე და ეს ამოფრქვევები უკვე კატანიისთვის, ანუ ქალაქისთვის, რომელიც მის ქვეშ არის განლაგებული, ჩვეულებრივი მოვლენაა, აი როგორც ჩვენთან მზე რო ამოდის, ან ქარია, აი ესე არის ხოლმე გახედავენ, აჰა, მოიფრქვა. მაგრამ ნუ ეხლა ტურისტებისთვის, იმ ადამიანებიც, რომლებიც კატანიაში არ ცხოვრობენ, არ დაბადებულან, მათთვის რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან სამბეჭდავი სანახავია და ეტნაზე ეწყობა ექსკურსიები, ინდივიდუალურად შეგიძლიათ ახვიდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ამ პერიოდში ეტნა რაკეტილია ხოლმე და ეტნა იმდენად კარგად არის შესავლელი, რომ რამდენიმე დღით ადრე ხდება ხოლმე პროგნოზირება ამოფრქვევის. ეტნასგან და სტრომბოლისგან განსხვავებით ვეზუვი ძალიან ზანტია. მაგრამ თუ გაიღვიძა, მართლა უნდა გეშინოდეს, როცა ამ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ენერგია თავისუფლდება. მე ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ დედამიწა შედგება ტექტონიკური ფილებისგან, რომლებიც ერთმანეთის მიმართ სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ. სამხრეთ იტალიის ადგილას ორი გიგანტური ფილა ეჯახება ერთმანეთს, ეს არის ევრაზიის ფილა ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან აფრიკის ფილა. ისინი უახლოვდებიან დაახლოებით 4-5 სანტიმეტრის სიჩქარით ერთმანეთს, უпроსტად კი არ უახლოვ, კარგი ახანია უკვე დაუახლოვდნენ, დაეჯახენ კიდეც და აფრიკის ფილა, როგორც უფრო რბილი, მიცურავს ევრაზიის ფილის ქვეშ. აი ამ ხახუნის დროს და აი ამ ჩაღურის დროს, ერთი ფილის მეორეში, ამ ადგილს ეწოდება სუბდუქციის ზონა, გახსოვთ, მე არაერთხელ მithქვამს, ხდება მაგმის წარმოქმნა. გალღობა ქანების, ასევე წყლის ჩატანა ხდება სიღრმეში და მანტიაში აი გახურებული ეს ლავა ქმნის კამერებს. ეგრეთ წოდებულ მაგმატურ კამერებს, რომელშიც თუხთუხებს აი ეს გამდნარი მინერალები მაღალი წნევის ქვეშ, იმიტომ რომ იქ გაზებიც გამოიყოფა დიდი რაოდენობით. და ამიტომ აი ესეთი შეჯახების ადგილებში, აი სუბდუქციის ადგილებში ხშირია, რა თქმა უნდა, მიწისძვრები და ჩვენი რეგიონიც ამ ფილებზე ზის, ჩვენ უბრალოდ გვაწვება არაბეთის ფილა, რომელიც აფრიკის ფილის ნაწილია და მე ამაზე წინა ვიდეოში თუ იმის წინა ვიდეოში მაქვს საუბარი. ხოლო აქ აი ეს ორი გიგანტური ფილის ადგილას წარმოიქმნება აი ეს ვულკანები. ნუ მიწისძვრები რა თქმა უნდა იტალიაში ხა ვინც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. ბევრი ემიგრანტია, რომლებიც იქ მუშაობენ, ოჯახებს არჩენენ და არაერთ ოჯახს არჩენენ და მე ამ ხალხთან მექნება ინტერვიუ
ჩაფიქრებული მაქვს და ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანი ნეაპოლში და ვეცდები რომ მათთან ინტერვიუ ჩავწერო. აი ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის რომ იტალიას არ ყევს შიგადაშიგ. Ну, არ არის ახლა ეს ძლიერი მიწისძვრები, დაახლოებით 2-3 მაგნიტუდის, თუმცა საკმაოდ იგრძნობა ხოლმე. აი მე ვახსენე მაგმური კამერა. მაგმურ კამერაში არის დაგროვილი თხევადი გამლღვალი ქანები, რომელიც არის გაზით გაჯერებული და ისინი თუხთუხებს. თუხთუხებს, მაგრამ მათ გამოსასვლელები აქვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გამოსასვლელები ყოველთვის ღია არ არის. მაგალითად, ეტნას და სტრომბოლის შემთხვევაში ეს გამოსასვლელი არის ესეთი ფარღალალა კარი, რომელსაც ეტნას წნევა და სტრომბოლის წნევა ადვილად აღებს და აქედან გამომდინარე წელიწადში რამდენიმეჯერ გამოუშვებს ხოლმე თავის სიბრაზეს, მაგრამ ეს სიბრაზეები არის პატარ-პატარა ულუფებით და ძალიან გაბრაზებული არ არის. და ძალიან დიდ ზიანს, ფაქტიურად არანაირ ზიანს არ აყენებს გარემოს. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. არაფერია მომავალში გამორიცხული. მაგრამ აი ვეზუვის რაც შეეხება, იქ რამდენიმე ათეული წლით იძინებს ხოლმე ვეზუვი, აგროვებს დიდი რაოდენობით აი ამ გაზს და პარალელურად ვეზუვის ახასიათებს ბლანტი ლავა, ბლანტი მაგმა. ეს კიდევ ერთ პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ მოიხსენებათ თქვენ ხა შამპანურის ან ბორჯომის ბოთლი რომ შეათბოთ გაუხსნელი. მერე კარგად დაანჯღრიოთ და სწრაფად გახსნათ, იგი ნახევარი ბოთლი კი არ შეიძლება მთელი შამპანურის მთელი ბოთლი დაგეცლებათ და ის საცობი თუ ინმეს მოხდა, შეიძლება საავადმყოფოში მოხდეს. ანალოგიური რამ ხდება და ჩვენ მოგვსვლია ასეთი რამ, ძალიან დაგაზიანებული იყო პირველი პარტიები ნაბეღლავის და ავდიოდით თუშეთში ნაბეღლავის ეს ბოთლები გვიყრია, ახალი გამოსულია 90-იანი წლების შუა პერიოდია. და უკვე როდესაც აბანოს გადასასვლელზე გადავედით, ეს უკვე 2600 მეტრია მგონი ზღვის დონიდან, დაიწყო გასკდომა ბოთლებმა. რატომ? იმიტომ რომ გარეთ აწნევა დაეცა, შინით აწნევა მატულობს და ეს მართლა საშინელება იყო, იმიტომ 5-6 ბოთლი ისეთი ხმით გასკდა, რომ შეგვეშინდა და დანარჩენები უბრალოდ გადავყარეთ, იმიტომ რომ ეს მართლა დააზიანებდა ვიღაცას. და ეს წარმოიდგინეთ ახლა ნაბეღლავის ბოთლი და წარმოიდგინეთ გიგანტური ნაბეღლავის ბოთლი, რომელიც წლების და ათწლეულების განმავლობაში აგროვებს აი ამ ენერგიას. რა ძალით უნდა გასკდეს იგი, რა კატასტროფები უნდა გამოიწვიოს მან. დღეს ვეზუვი შვიდად გამოიყურება და ნეაპოლის პეიზაჟი, საიხედავთ, ულამაზესი ნაწილია და როდესაც ნეაპოლში ხარ და ვულკანები შენი ერთ-ერთი ვნებაა, რა თქმა უნდა, დაჯდები ავტობუსზე და წახვალ მის სანახავად. თუმცა ეს არც ესე არ ხდება, რომ ნეაპოლში დაჯექი ვეზუვიზე ახვედი, ან ისე ვერკოლანოში უნდა ჩახვიდე, სადაც მე დავბრუნდი, უკვე უკანა გზაზე, როდესაც პომპეი მოვინახულე. მე მქონდა ბილეთი ონლაინ აღებული, აი ამ სალაროში შედიხართ, ეს არის პირდაპირ როგორც კი გამოდიხართ სადგურიდან, ხვდებათ ეს ვეზუვიო ექსპრესის კიოსკი, სადაც ყიდულობ ბილეთს, რომელიც არ არის ძვირი, სადაც 18 ევრომდეა. მე მქონდა ნაყიდი ონლაინ, მაგრამ რადგან დავაგვიანე და სხვაგან წავედი, ერკოლანოს მაგივრად წავედი პომპეიში, გადამიცვალეს უფასოდ სხვადასხვა და დავსხედით ავტობუსზე და დავიძარით ვეზუვისკენ. ქალაქის გასასვლელიდან ძალიან კარგად ჩანს ჩვენი საბოლოო მიზანი, ვეზუვი. ერკოლანოდან ვიწრო სერპანტინი იწყება და სწრაფად მიიწევს წინ. სხვადასხვა სერპენტეს არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს გველს. სერპანტინიც აქედან გამომდინარე გველივით დაკლაკნულს ნიშნავს. ცოტა კი გაშინებს ის ფაქტი, რომ ამ ოფსკრულის პირას გამავალ გზას ჯებირები ძალიან დაბალი და არასანდო აქვს. გზიდან წესით კარგად უნდა ჩანდეს ნეაპოლის ყურის ულამაზესი ხედები, მაგრამ სამწუხაროდ მარტის დასაწყისში აქ ჯერ კიდევ ისევ გრილა და დილის ნისლი არ იძლევა საშუალებას, რომ ამ ხედებით დატკბენ. გზიდან კარგად ჩანს ბოლო ამოფრქვევების შედეგად მკვდარი ხეები. დაახლოებით 40 წუთში ვეზუვის ფერდობებზე განლაგებულ ქვედა სადგურზე ჩამოდიხართ ავტობუსიდან და აქედან უკვე დაახლოებით კილომეტრ ნახევარი გიწევთ დამრეც ფერდობზე ასვლა. შევდექით ვეზუვის აღმართს. ბევრი არ არის მგონი სასიარულო, თუმცა
საკმაოდ დამრეცია და თვითონ სუბსტრატი რასაც დავდიხარ, არის ვულკანური ფერფლის ნაწილია, ნაწილი პემზა და ცოტა ცურავს ფეხი. 2100 მეტრის სიმაღლეზე და აქ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სასიარულოდ აუცილებლად წაიღოთ კარგი მოჭიდების მქონე ლანჩებიანი სპორტული ფეხსაცმელი. მე ასეთი არ მქონდა, ჩემი სპორტული ფეხსაცმელი აღმოჩნდა, რომ ძალიან ცურავს, იმიტომ რომ მას ეს პროტექტორები არ აქვს, რითაც მოეჭიდება ნიადაგს. ასვლა არ გამჭირვებია აბსოლუტურად, მაგრამ აი ჩამოსვლისას უკვე ვულკანურ ნიადაგზე, ანუ ეს ნიადაგი არ არის ვულკანურ ფერფლზე, პემზაზე და აი ვულკანური მინის ნამსხვრევებზე სიარული იგივეა, რაც ყინულზე. ამიტომ ძალიან დიდი თავშეკავებით, ძალიან დიდ ხანს ვიარე ქვემოთ, დამეძაბა წვივის კუნთები, დამეძაბა კოჭის კუნთები და მე 2-3 დღის განმავლობაში ძალიან მაწუხებდა სიარულისას. ის, რასაც ჩვენ დღეს ვეზუვის ვეძახით, არ არის ძირითადი ვულკანი. ეს არის გიგანტური ზომის მონტესომას 79 წელს მომხდარი კოლოსალური ძალის ამოფრქვევისას გამსკდარი მთის ნარჩენი. უბრალოდ მის ადგილად წარმოქმნილი პატარა კონუსი. პატარა თითულება, იმიტომ რომ მონტესომა იყო ძალიან დიდი. მიუხედავად ამისა, მას გრან კონას ეძახიან, ანუ დიდ კონუსს ეძახიან, თუმცა ისევ ვიმეორებ, იგი დიდი არ არის, იმასთან შედარებით, რაც იყო მის ადგილას. აქვე არის კიდევ ერთი პატარა კონუსი, ეს ეგრეთ წოდებული პარაზიტული ვულკანია, რომელიც გვერდიდან არის ამოხეთქილი. ან არ არის გამორიცხული, რომ ეს ინტრუზივი იყოს, ხა. როდესაც ქვემოდან მოაწვება ხოლმე მაგმა, ამოწევს ქანს, დედამიწის, მაგრამ ბოლომდე ვერ მოახერხებს და გაიყინება. ასეთი ბორცვები სხვაობით საქართველოში ბევრი გვაქვს ჩვენ ჯავახეთში და ერთ-ერთი ესეთ გამორჩეული ინტრუზივი არის ახალქალაქის ტერიტორიაზე, მის ცენტრში. აი ხედავთ თქვენ და მასზე ფუნიკულერი და ანძები და ასე შემდეგ. ბევრი რამ არის, გასართობი პარკი არის გაშენებული. ბილეთების შემოწმების მერე თქვენ გადიხართ პატარა კაფესთან, სადაც წყლის და სუვენირების ყიდვა შეგიძლიათ, მაგრამ გირჩევთ რომ წყალი ქვემოდან წაიღოთ, იმიტომ რომ აქ იგი 3-4ჯერ 5ჯერ უფრო ძვირია ვიდრე ქვემოდან. ასევე სუვენირების ყიდვასაც არ გირჩევთ, ძალიან ფარჩაკი სუვენირებია, ჯობს ისევ ნეაპოლში ნორმალურ მაღაზიაში იყიდოთ. იქედან კი 1-2 ნიმუშის წამოღება მე შემდეგ უფრო კარგად გაჩვენებთ და მოგიყვებით მათ შესახებ. ნამდვილად არ გაწყენთ. ხელთათმანი რატომ იკეთია ნიმუშის აღებისას, ამასაც მოგიყვებით. რამდენიმე ხანში დაახლოებით გააჩნია როგორც ის რაფით დადიხართ, თქვენ ხართ უკვე ვულკანის წვერზე, ანუ ვულკანის კრატერის კიდეზე. კრატერის დიამეტრი გახლავთ 500 მეტრი, სიღრმე 300 მეტრამდე აღწევს, აქ მწვერვალზე თითქოს დრო გაჩერებულია, მაგრამ ქვევით ამ დონიდან 3 კილომეტრის სიღრმეზე მაგმურ კამერაში ჯოჯოხეთი ტრიალებს. იქ არის დაახლოებით 2000 გრადუსზე გამლღვალი მინერალები, ქანები, აქ არის მაღალი წნევა და ამ აქტიურობის გამოვლინებას თქვენ ხედავთ, აი აქ ეს არის ეგრეთ წოდებული ფუმაროლები, ფუმარე იტალიურად ნიშნავს კვამლს, ეს კვამლი არ არის მართალი, ეს გახლავთ ორთქლი, რომელიც მიწაში ჩაჟონილი წყლის აორთქლების შედეგად წარმოიქმნება, შემდეგ ხედქავს აი ნაპრალებს და ამ ნაპრალებიდან გამოიყოფა. ეს მიუნიშნებს იმაზე, რომ ვულკანი ცოცხალია, იგი უბრალოდ ხრინავს, ძინავს და ხრინავს. ბოლო ამოფრქვევა იყო 1944 წელს, მე ვისაუბრებ მის შესახებ და ვულკანი თითქოს ისვენებს. მას ასე ახასიათებს, ანუ 50-60-იანი წლის ციკლები აქვს მას, ანუ ძინავს დიდი ხნის განმავლობაში და შემდეგ ფეთქდება. ეს აფეთქებები, ეს ამოფრქვევები სხვადასხვა სიმძლავრისაა და როგორც წესი ყოველთვის რაღაც ცუდს იწვევს. ახლა ჯერ რა თქმა უნდა არავინ არც ვულკანოლოგებმა, არც გეოლოგებმა არ უწყიან თუ როდის გაიღვიძებს ვეზუვი. თქვენ ხედავთ მისი ამოფრქვევების კვალს, აი ამ ქანებზე ხედავთ ესეთი ფენოვანი ნამცხვარივითაა მასში ჩალაგებული სხვადასხვა ტიპის ქანები, აქ არის პემზა, გრანიტი, ბაზალტები, ვულკანური ფერფლი, ლაპილი, რა ვიცი, ყველაფერი ის, რასაც ვულკანი აფეთქებებისას წარმოქმნის ხოლმე. სამხრეთ იტალიის ამ ნაწილში, ამ ორი ფილის, ანუ ევრაზიის და აფრიკის ფილის შეჯახება მოხდა დაახლოებით 9 მილიონი წლის წინ. და სწორედ ამ დროს წარმოიქმნა
ის ძირითადი ვულკანები, რომლებსაც ახლა ჩვენ ვხედავთ. სხვა შორის მონტესომა, ანუ ის ძირითადი ვულკანი, რომელიც შემდეგ გასკდა და დაგვიტოვა ვეზუვი, შედარებით ახალგაზრდაა. იგი პირველად ამოიფრქვა 25,000 წლის წინ, ამას რა თქმა უნდა, გეოლოგები ადგენენ ამ ყველაფრის ასაკს და ამის შემდეგ მას ახასიათებდა ესეთი მძლავრი ამოფრქვევები. ვეზუვის მაგმა, სხვა შორის, განსხვავებული არის სხვა მაგმებისგან. იგი მდიდარია კალიუმით და მაგმა ხდება ბლანტი და აქედან გამომდინარე უფრო საშიში ვიდრე ის ვულკანები, რომელსაც თხევადი მაგმა აქვთ. მე არაერთხელ მithქვამს, რომ სიცოცხლე ძალიან აგრესიული რამაა. იგი ცდილობს, რომ ფეხი მოიკიდოს ყველგან, სადაც კი შესაძლებელია. აი თქვენ ხედავთ, რომ კლდეები დაფარო, ანუ უბრალოდ ეს მაგმის ამოფრქვეული ნაწილი დაფარული არის უკვე მღიერებით. ღიერები კი მოგესალმებათ ეს გახლავთ პიონერები, რომლებიც ნიადაგს ქმნიან. ამ ნიადაგზე უკვე სახლდებიან ხავსები და ამის შემდეგ უკვე უმაღლესი მცენარეები და კრატერში თქვენ ხედავთ, რომ რამდენიმე ნაძვიც კი არის ამოსული. ვულკანისგან ამოფრქვეული ეს ნივთიერებები მიწას საოცრად ანაყრიერებენ და ამიტომაც არის, რომ ვულკანების ირგვლივ ყოველთვის სახლდება ადამიანი, სწორედ ასეთი ნაყოფიერი მიწების გამო, ამაზე ჩვენ გვექნება ქვემოთ საუბარი. და ასევე თქვენ ხედავთ ხვლიკებს. მე რამდენიმე ხვლიკი შემხვდა აქ, შემდეგ როგორც დავადგინე, ეს აღმოჩნდა იტალიური კლდის ხვლიკი. მათ სრულიად არ ეშინიათ გოგირდის სუნის და ვულკანური სიცხის და არც იმ სიცივის, რომელიც ზამთარშია აქ, იმიტომ რომ მაღალია მთა და იგი თოვლით და ყინულით იფარება ხოლმე. თუმცა 2-3 კვირით სულ. ასევე აი ხედავთ მემინდვრიას, რომ ჩვენი თხრობა ნეაპოლის მიდამოების ვულკანების შესახებ სრული არ იქნება. რა თქმა უნდა, მე ვეზუვის დაუბრუნდები, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენო კამპი ფლეგრეი, ანუ ფლეგრეის ველები. ეს გახლავთ თვითონ ნეაპოლიდან დაახლოებით 5-10 კილომეტრში მდებარე, 5-აც რატო ვამბობ, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი პატარა მონაკვეთი, ეს არის გაშლილი ადგილი, სადაც 24 ვულკანის ნარჩენია. დღეს ეს ნარჩენებია უბრალოდ და კრატერებია, რომლის ზოგიერთ კრატერში ქალაქებია გაშენებული, უბრალოდ უბნები არის გაშენებული, პიცუოლის, რომელიც შეფენილი არის აი ამ ფლეგრეის ველებზე და აქ თითქოს არაფერი მიანიშნებს, რომ ამ ადგილებში რაღაცას გრანდიოზული ხდება. ერთადერთი ეს არის სოლფატარა, ასეთი ადგილი, ერთ-ერთი კრატერი ვულკანისა, რომელშიც მუდმივად თუხთუხებს გოგირდით გაჯერებული წყალი, აქ მუდმივად მაღალი ტემპერატურაა. რა ხდება ფლეგრეის ველებზე და რატომ არის იგი დაახლოებით იმავე დონის საშიშროება, როგორც იელოუსტოუნი. იელოუსტოუნის ეროვნული პარკი უფრო მეტს გაუგია, იმიტომ რომ მას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. აქ არის ულამაზესი ტბები, რომლებიც გოგირდით არის გაჯერებული, ეს გეიზერები, ცხელი წყაროები, ულამაზესი ადგილია. აქვე არის ძალიან დიდარი ფაუნა. იელოუსტოუნი ყველა მიცის, რომ არის გიგანტური, ეგრეთ წოდებული სუპერვულკანის სამეფო. ანუ კალდერა, რომლის ქვეშაც გიგანტური მაგმატური კამერაა. კამერა, რომელიც თუ მან იპოვა გამოსასვლელი და თუ მან ამოხეთქა, გამოიწვევს გლობალურ კატასტროფას. იმიტომ რომ გიგანტური რაოდენობით, კოლოსალური რაოდენობით ვულკანური მასა ავა ჰაერში მზეს დაფარავს, წამოვა მჟავე წვიმები, აცივდება, დაიღუპება მოსავალი, დიდი ხნის განმავლობაში იქნება სრული არეულობა და ქაოსი დედამიწაზე. ამიტომ ძალიან შიშით უყურებენ იელოუსტოუნს. მაგრამ ასეთი იელოუსტოუნი ჩვენ გვაქვს ევროპაშიც და სწორედ ფლეგრეის ველები წარმოადგენს იელოუსტოუნის ასლს. ფლეგრეის ველების ესეთი ჭრილი რო ავიღოთ, გეოლოგიური ჭრილი, ეს არის დედამიწის ზედა ნაწილი, ქერქი, ხოლო ქვემოთ არის არა კლასიკური აი ესეთი ფორმის მაგმატური კამერა, არამედ თელს ამ გაყოლებაზე, აი ფლეგრეის ველების თელ გაყოლებაზე არის ეს მაგმატური კამერა, რომელშიც წნევა პერიოდულად იზრდება, იგი აწვება დედამიწის ქერქს და ამობურცავს ხოლმე. შემდეგ დაეცემა წნევა და დედამიწის ქერქიც ქვემოთ იწევს. და ეს ძალიან კარგად ჩანს უძველეს კოლონებზე, რომლებიც აქ
2000 წლის წინ იდგა, მათ შუა ნაწილში არის ხედავთ ნიჟარებით, ასეთი შემორკალური ადგილი. ეს რაც ნიშნავს, რომ კოლონები ერთი პერიოდი წყალქვეშ იყო. შემდეგ მაგმატურმა წნევამ ეს ქერქი ამოწია და ისინი კვლავ ხმელეთზე აღმოჩნდნენ. აი ესეთი საინტერესო ადგილი არის სამხრეთ იტალიის ეს ნაწილი, საინტერესოა გეოლოგიურად, ვულკანოლოგიურად, მაგრამ საკმაოდ საშიში არის საცხოვრებლად. იმედია რომ ეს ყველაფერი ჩვენს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ თუ არა, რამდენიმე თაობის განმავლობაში არ მოხდება. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ დედამიწა, როგორც უკვე არაერთხელ გაგიგონია ჩემგან, ცოცხალი არსებაა, ცოცხალი ორგანიზმია, იგი მუდმივად რაღაცა ქმედებებს აკეთებს, რომელიც ჩვენ ზოგჯერ არ მოგწონს ხოლმე. ჩვენ ვაშენებთ ქალაქებს, საშიშ ქარხნებს, რაღაც ელექტროსადგურებს, რომელშიც სასიკვდილო ენერგიებია დაგროვილი და როგორც კი მიწა ოდნავ გაინძრევა, გული ხელით გვიჭირავს და გვეშინია რომ რამე არ დაგვემართოს ისევ ჩვენს მიერ აშენებული შენობებისგან. მოგეხსენებათ, მიწისძვრა თვითონ ადამიანს არ კლავს, თუ ეხლა იგი ნაპრალი არ გაჩნდა და შინით არ ჩავარდი, არამედ კლავს ის შენობა, ის კონსტრუქცია, რომელიც მიწისძვრის დროს ინგრევა, რომელიც არ არის კარგად აშენებული და გვეცემა თავზე. ასე რომ ადამიანებო ვიყოთ ფრთხილად, ვაშენოთ იქ და ისე, სადაც ეს მიღებულია და როგორც ეს მიღებულია. და არა ისე, როგორც დღეს ამას ვაკეთებთ. თუნდაც ჩვენს დედაქალაქში, რომელიც ისეთივე სეისმური ზონაა, როგორც სამხრეთ იტალია. სუპერვულკანების შესახებ და კერძოდ ფლეგრეის ველის შესახებაც მე მაქვს ამ ვიდეოში უფრო დაწვრილებითი საუბარი, ამიტომ ნახეთ ეს ვიდეო, იქ უფრო მეტს გაიგებთ ამ თემის შესახებ. ახლა ჩვენ უბრუნდებით თემას, რომლის გამოც მე ამხელა შესავალი გავაკეთე. ეს გახლავთ ვეზუვის მიერ დაახლოებით 2000 წელზე ცოტა უფრო მეტი ხნის წინ მოწყობილი კოლოსალური ტრაგედია, რომელმაც ძალიან დიდი ადამიანური მსხვერპლის ფასად საოცარ რამეებსაც გვაზიარა. გვაჩვენა თუ როგორ ცხოვრობდა რიგითი რომაელი, სად ისვენებდა, სად შრომობდა, როგორ ატარებდა დროს, რა სჭამდა, რა სვამდა, როგორი იყო მისი საყოფაცხოვრებო პირობები. საიდან მოდის ჩემი ინტერესი მსგავსი თემებისადმი. 1970-იან წლების დასაწყისში დაბადების დღეზე მაჩუქეს წიგნი. წიგნის ათაური იყო ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები. ავტორი გახლდათ ვინმე კერამი. წიგნი ასე იწყება. 1738 წელს ავგუსტა მეორე საქსონელის ქალიშვილმა, მარია ამალია კრისტინამ, დრეზდენის სამეფო სასახლე დატოვა და ორივე სიცილიის, ანუ სიცილიისა და ნეაპოლის მეფეს, კარლოს მეორე ბურბონელს გაჰყვა ცოლად. ნეაპოლის სასახლის დარბაზების და მწვანეში ჩაფლული პარკების თვალიერებისას ხელოვნებაზე შეყვარებულმა დედოფალმა ულამაზესი და უნატიფესი ქანდაკებები შეამჩნია. ხელოვნების ეს ნიმუშები ერთი წლის წინ მომხდარი ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ იპოვეს. ზოგი შემთხვევით, ზოგიც გენერალ დელფების ინიციატივით. დედოფალმა სთხოვა მეუღლეს კიდევ გაიგრძელებინათ კვლევა და სხვა ასეთი ქანდაკებები აღმოეჩინათ. დიახ, ეს გახლავთ დასაწყისი წიგნისა, რომელმაც ჩემი ინტერესები კინაღამ ბიოლოგიიდან კინაღამ გადაიყვანა არქეოლოგიაზე. ჰამბურგში არის გიგანტური სასაფლაო, ყველაზე დიდი მსოფლიოში, ოლსდორფის განსასვენებელი, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანია დაკრძალული და მე შემთხვევით გადავაწყდი ჩემი სათაყვანებელი მეცნიერის, უпроსტად მეცნიერების პოპულარიზატორის კერამის საფლავს, რომელიც ძალიან ორიგინალურად გამოიყურება. კერამი ძალიან საინტერესო ისტორია აქვს თვითონ ამ ადამიანს, იგი იყო ნაცისტური გერმანიის დროს პროპაგანდისტულ, იყო ასეთი დანაყოფები, პროპაგანდისტების დანაყოფები. იგი ასევე გაზეთებისთვის წერდა წინახაზიდან რეპორტაჟებს და 1945 წელს აპრილში იგი ამერიკელებმა დაატყვევეს. ეხლა ბევრი არაფერი დანაშაული ამ კაცს არ მიუძღოდა, ამიტომ სადაც წლის ბოლოს უკვე გაათავისუფლეს. კერამი, უпроსტად მარეკი, კურტ მარეკი ჩამოდის ჰამბურგში, იგი ხდება ჟურნალ შტერნის ერთ-ერთი დამაარსებელი, მოგეხსენებათ შტერნი ეს ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალი არის გერმანიაში, მუშაობს მის რედაქციაში ჰამბურგში, აქ მას ცოლიც მოყავს და რაღაც მომენტში იგი წერს წიგნს
აი იმ წიგნს, რომლის შესახებაც მე გითხარით. არქეოლოგიური რომანი, ასეთი წანამძღვრებაც აქვს მას. თავიდან გამომცემლებმა დიდად არ მიაქციეს ამ წიგნს ყურადღება, ჰამბურგულმა გამოცემამ 2000 ეგზემპლარი დაბეჭდა. წარმოიდგინეთ, ეს არის 1959 წელი, მხოლოდ 4 წელია გასული ომიდან. ჰამბურგის 80% ნანგრევებში წევს, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მშენებლობა, გატანა ამ ნაგვის, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში ეს არის პარტახის წლები არის გერმანიისთვის და ამ დროს 2000 ეგზემპლარი გამოდის ამ წიგნის და 2 დღეში იყიდება. ამ წიგნის ფასი იმ დროისთვის იყო თანამედროვე ზე რო გადმოვიყვანოთ დაახლოებით 50 евро. 50 евро ახლაც კარგი ფულია და იმ პერიოდში ძალიან დიდი ფული იყო. ანუ ადამიანებმა მინიმუმ 2000 ადამიანმა ჰამბურგში მოიკლო საჭმელი და იყიდა ეს წიგნი. წიგნი ძალიან სწრაფად გაუვარდა სახელი, მეორე ჯერზე დაიბეჭდა 20000, რომელიც ერთ კვირაში გაიყიდა და მას შემდეგ მთლიანობაში დაიბეჭდა 40 მილიონი ეგზემპლარი, წარმოუდგენელი რაოდენობა და ითარგმნა 45 ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. აი ასეთი პოპულარული წიგნია და სამართლიანადაც. აი ძალიან მარტივი, გასაგები და დამაინტრიგებელი ენით, კერამი, იგივე მარეკი, უკუღმა წაიკითხეთ მარეკი, კერამი გამოდის. ვიყვება ძირითადი აღმოჩენების, არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ, რომლებიც იმ დროისთვის იყო ცნობილი. აუცილებლად ნახეთ, აქ არის ტუტანხამონის, შლიმანის მიერ ტროას აღმოჩენა, სამხრეთ ამერიკაში აღმოჩენილი პირამიდები, თვითონ პირამიდების, ეგვიპტურ პირამიდებზე და მათ შორის წიგნი იწყება ჰერკულანუმიდან, ანუ ქალაქიდან, რომელიც ჩემი საბოლოო მიზანი იყო ამ მოგზაურობაში. მეფემ დედოფლის თხოვნა დააკმაყოფილა და თანხები და ჯარისკაცები გამოყო, რომ კარგად შეესწავლათ ადგილი, სადაც ეს ქანდაკებები იპოვეს. მუშები თავიდანვე წააწყდნენ დიდ სირთულეებს, იმიტომ რომ მათ მოუწიათ საკმაოდ მკვრივ ვულკანურ ქანებში გამოკვეთა შახტების. ერთ-ერთი შახტის თხრის დროს ისინი გადააწყდნენ მიწის ქვეშ დაახლოებით 25 მეტრის სიღრმეში ოთახს, რომელიც სავსე იყო მართალია გამომწვარი, მაგრამ თავის ფორმა შენარჩუნებული თაროები და თაროებზე რაღაც ცილინდრები ეწყო. როდესაც ცილინდრები დაათვალიერეს, მიხვდნენ, რომ ეს იყო პერგამენტის გრაგნილები, პაპირუსის გრაგნილები, ამიტომ ამ სახლს შემდეგ კარგად გათხრიან და ვილას აღმოაჩენენ, მთელს იქ საოცრებებს პოვიან, ამაზე გვექნება საუბარი. ეს არის ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკა ძველი სამყაროსი. დღეს უკვე ხდება ამ გრაგნილების გაშიფრვა, ისე რომ ისინი არ გაშალო, იმიტომ რომ გაშლის მომენტში ისინი იშლებოდა, რამდენიმე გრაგნილი ამის გამო გაფუჭდა, ისე რომ მათი აღდგენა ვერ შეძლეს და ამის შემდეგ დაანებეს თავი, უბრალოდ შეინახეს ძალიან ჭკვიანურად მოიქცნენ მომავალი თაობებისთვის, რომ იქნება ახალი ტექნოლოგიების საშუალებითო გაიშიფროსო და მართლაც მოხდა მათი გაშიფრვა, ხდება უпроსორად, ეტაპობრივად და ძალიან საინტერესო რაღაცებს გვპირდება. ეგრეთ წოდებული პაპირუსების ვილაზე აღმოჩენილი აი ეს ბიბლიოთეკა. ასევე მუშებმა იპოვეს კიბე, რომელიც ქვემოთ ჩადიოდა, თავარი იყო დადგომოდნენ ამ კიბეს თავზე, შემდეგ უკვე სიცარიელე იყო და მიადგნენ თეატრის შენობას, რომელზეც ეწერა მე რუფუსმა ეს თეატრი საკუთარი ხარჯებით ავაშენე. და წარწერის ზემოთ იყო თავზე კიდევ ერთი წარწერა. თეატრუმ ჰერკულანენზე, ანუ ჰერკულანუმის თეატრი. ასე დადგინდა, რომ საქმე აქვს ოდესღაც არსებულ რომაულ ქალაქთან, ჰერკულანუმთან, რომლის შესახებაც ცნობები იყო, მაგრამ სად იყო ეს ქალაქი, სად გაქრა, ვინ აღგავა პირისაგან მიწისა, არავინ იცოდა და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. სრულიად შემთხვევით რატომ? იმიტომ რომ აი იმ ქანდაკებებზე, რომლებზეც მე უკვე გითხარით, რომ დედოფალმა სასახლეში იპოვა, ისინი აღმოაჩინა ჰერკულანუმის ერთ-ერთმა მოსახლემ, რომელიც ჭას თხრიდა. ჭაში ჩაუვარდა ამ თხრისას წარაყინი, ჩაიხედა, ჩავიდა თოკით და იპოვა ოთახი, რომელიც სავსე იყო ბრინჯაოს და მარმარილოს ქანდაკებებით, რომლებიც ხელუხლებლად იყო ფაქტიურად შენახული. გათხრები გაგრძელდა მე-19 და მე-20 საუკუნეებში, თანდათან 25-30 მეტრის სისქის ჩაბეტონებული შრიდან თავისუფლდებოდა ქალაქის ქუჩები, სახლები, თერმოპილები, ანუ სწრაფი კვების ობიექტები, აბანოები, შადრევნები, წყლის ასაღები, ავზები,
მოედნები, თვითონ წყალგაყვანილობა, რომელიც აკვედუკების სახით ჩამოდიოდა ვეზუვის კალთებიდან სუფთა მთის წყალი და შემდეგ უკვე ნაწილდებოდა ქალაქში, ყვის მილების საშუალებით ეს მთლად კარგი არ იყო რომაელების ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ხანდაზმულობაზე დიდი პრეტენზია, ადამიანების საშუალო ასაკი იყო 48-50 წელი, მეც ფაქტიურად ვერ ცოცხლობდნენ 45 წლის ადამიანი უკვე ღრმა მოხუცებულად ითვლებოდა. და ამასში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას ეს ტყვით მდიდარი წყალიც იღებდა. მაგრამ სუფთა წყალი იყო და რაც თავარია აღმოაჩინეს კანალიზაცია, ცენტრალიზებული კანალიზაცია, რომელიც მოგეხსენებათ რომაელები გიждდებოდნენ სიცუფთავეზე და კანალიზაცია, სადაც მიდიოდნენ პირველს კანალიზაციას და წყალგაყვანილობას აკეთებდნენ და აბანოებს, რაც თავარია, თერმებს, სადაც არამხოლოდ ბანაობდა რომაელი, არამედ იცნობდა ადამიანებს, ან მეგობრებს ხვდებოდა და იქ მსჯელობდნენ ფილოსოფიაზე, ხელოვნებაზე, პოლიტიკაზე, ომებზე და ასე შემდეგ. ჰერკულანუმი, ანუ ჰერაკლიონი, იგივე მეორე სახელიც ქვია მას, დაარსებული არის ძველი წელთაღრიცხვის, ანუ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში, როგორც ბერძნული პორტი. ბერძნები მოგეხსენებათ ძალიან კარგი ნაოსნები იყვნენ და სადაც წაასრებდნენ პორტს აშენებდნენ ხოლმე, როგორც მაგალითად საქართველოში რამდენიმე პორტი ჰქონდათ მათ, ხო? ძველი წელთაღრიცხვით 89 წელს რომაელებმა იგი რომის იმპერიის ქალაქად აქციეს და ჰერკულანუმი გახდა როგორც საპორტო ქალაქი, ასევე ზღვასთან სიახლოვის გამო აქ გააშენეს ვილები, რომლებიც უფრო დასასვენებლად გამოიყენებოდა ვიდრე მუდმივად საცხოვრებლად. აქ მდიდარი რომაელები ცხოვრობდნენ, მათი ძირითადი საცხოვრებელი, როგორც ვარაუდობენ, იყო პომპეი, რომელიც გაცილებით დიდი 4-5-ჯერ უფრო დიდი ქალაქია ვიდრე ჰერკულანუმი და იგი ზღვიდან დღეს 700 მეტრით არის მოშორებული, ხოლო მაშინ თითქმის ზღვის ნაპირზე იდგა. აქ არის მდიდრულად მოწყობილი 2-სართულიანი, 3-სართულიანი სახლები, შიდა ეზოებით, ატრიუმებით. ჰერკულანუმში ასეთი შადრევნები ანტიკური ქალაქის ქუჩების გადაკვეთაზე დგას ხოლმე და ეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის წყლის მთავარ წყაროს. თქვენ ხედავთ, რომ შადრევნის თავში არის ნეპტუნის რელიეფური გამოსახულება, საიდანაც წყალი გადმოდიოდა და ეს შადრევანი მიერთებული იყო აკვედუკის სისტემასთან. ეს არის ჰერკულანუმის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა, დეკუმანუს მაქსიმუს. აქ კარგად ჩანს თუ როგორ არის გამოყოფილი შუა სავალი ნაწილი, სადაც ეტლები დადიოდნენ. მარჯვნივ არის გრანდიოზული პორტიკი, მაღალი სვეტებით, ეს მიუთითებს, რომ აქ მდიდრული კერძო შენობა იყო ოდესღაც. მისი ნარჩენები არის, ხოლო მარცხნივ ხედავთ იმ შენობას, რომელსაც ქვია გრატიჩიოს სახლი, კასა აგრატიჩიო. მისი მეორე სართული და ხის კონსტრუქცია პირდაპირ ქუჩას გადმოყურებს. ეს იყო ტიპიური მრავალბინიანი სახლი, სადაც ქვედა სართულზე მაღაზიები იყო, ზემოთ კი საცხოვრებელი ოთახები. ამავე შენობაში არის ეგრეთ წოდებული თერმოპილები, ანუ სწრაფი კვების ობიექტები ფაქტიურად და აქ დგას, ეს არის კერამიკული ჭურჭელი, დოლია, რომლის სიმაღლე ხშირად 1.5-2 მეტრი იყო. ის ჩაშენებულია ცემენტის ფენაში, რომ არ გასკდეს და ასეთ გიგანტურ ჭურჭელში თბილად ინახებოდა საკვები. ძირითადი საკვები იყო მარცვლეული და პარკოსნები, მუხუდო, ლობიო, ოსპი. ასევე ამ დოლიებში ინახებოდა ღვინო, ზეთი, ძმარი და პლუს მზაკერძები. ეს იყო ძირითადად ხორციანი ან ბოსტნეულის ჩაშუშული. რაც პრინციპში დღევანდელ ბუფეტებს მოგვაგონებს, აი კაფეებს, სადაც მოსარჩევად არის საჭმელები უკვე გამზადებული და შედიხარ და ესეთი ფასტ ფუდია ფაქტიურად. საიდან ვიცით თუ რით იკვებებოდა ჰერკულანუმის მოსახლეობა? დანახშირებული საკვები არის ნაპოვნი, პურიც კი არის ნაპოვნი. კიდევ ერთი აუზი, საიდანაც წყალს იღებდა მოსახლეობა, ამჯერად მასზე გამოსახული არის ვენერა, რომელიც თავს იბანს. და ჰერკულესის სამლოცველო. მას მარცხენა მხარზე კიდია ნემეის ლომის ტყავი და იქ კარგად დააკვირდით ლომის თავი და თათები მკაფიოდ ჩანს. ჰერკულანუმი მოგეხსენებათ ჰერკულესის ქალაქი იყო და მის საპატივცემულოდ სხვადასხვა სახლებში ჰერკულესის გამოსახულებების, ქანდაკებები იდგა.
მართალია ჰერკულესი ნახევრად ღმერთად ითვლებოდა, მაგრამ მას სამლოცველოებს მაინც უშენებდნენ, ისე როგორც ქალაქის დამაარსებელს. და ეს ბრინჯაოს ქანდაკება იმით არის საინტერესო, რომ იგი იმავე ადგილას დგას, როგორც იპოვეს. ეს ბრინჯაოს სანათიც ზუსტად იქ დგას, სადაც არქეოლოგებმა იპოვეს და ამით არის ეს გამორჩეული. პატარა სამლოცველოა, ეგრეთ წოდებული საკელუმი. ბრინჯაოს ასე დეტალური შენარჩუნება მისი ორიგინალური ფაქტურით და ფორმით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჰერკულანუმის ჩამარხვის სპეციფიკა იყო და ძალიან თავისებური. აქ არის 2 და 3 სართულიანი სახლები, შიდა ეზოებით, იგივე ატრიუმებით, სადაც დიდგვაროვნები ზაფხულის სიცხეს გაურბოდნენ. აქ იყო აუზი, რომელშიც ჩადიოდა წვიმის წყალი, დაქანებული სახურავიდან. ამ აუზის ქვეშ კიდევ იყო რეზერვუარი, რომელშიც ეს წყალი ინახებოდა და ამ წყალს იყენებდნენ ძირითადად დასაბანად, გასარეცხად, ხოლო სასმელი წყალი მოქონდათ ქალაქში არსებული სასმელი წყლის აუზებიდან. სახლები მორთული იყო მოზაიკური იატაკით, კედლებზე გამოსახული იყო რომაული და ბერძნული მითოლოგიიდან სხვადასხვა სცენები. ეს არის ეგრეთ წოდებული 4 ღვთაების სამლოცველო. პირველ სტელაზე გამოსახული არის ვულკანი, რა ირონიულიც არ უნდა იყოს, მეორეზე ზღვის ღმერთი ნეპტუნი, შემდეგ მოდის ვაჭრობის ღმერთი მერკური და ბოლოს მინერვა. მინერვა გახლავთ ათენას ინტერპრეტაცია რომაული. ანუ ეს არის გამარჯვების, ხელოვნების და ასე შემდეგ ძალიან ბევრი რამის ღმერთი. თუ ვთქვათ, სვასტიკები ჩანს თუ არ ჩანს. უძველესი სიმბოლო, როგორც გითხარით, უბრალოდ მე გამოიყენეს ნაცისტებმა, გერმანელებმა, თორე ეს არის უძველესი სიმბოლო. აქ როგორც ვარაუდობენ, იყო ამ სახლის მეპატრონის კაბინეტი. იმიტომ რომ აქ თაროებია აღმოჩენილი, რომელზეც რამდენიმე გრაგნილი იპოვეს. იყო რამდენიმე ოთახი, ერთმანეთისგან ისინი გამოყოფილი იყვნენ ხის შირმებით, რომლებიც აი ესე მოძრაობდნენ. იყო რა თქმა უნდა ტუალეტი, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი სახლის და ამ ქალაქში როგორც დაადგინეს დრო შემდეგნაირად იყო განაწილებული. დილის 6-ის ნახევარზე იწყებოდა დღე, ამ დროს იხსნებოდა სავაჭრო ადგილები და ბაზრობები. დილის 7 საათისთვის მონები გადიოდნენ სამუშაოზე სახელოსნოებში და მინდვრებში და მინდვრები და ვენახები უამრავი იყო ამ ქალაქების, კერძოდ პომპეის, ჰერკულანუმის მიდამოებში, იმიტომ რომ ვულკანური მიწა, როგორც ძალიან ნოყიერი მიწა, იძლეოდა რამდენიმე მოსავლის აღების საშუალებას. აქვე იყო გამოყვანილი ძალიან თავისებური ჯიში ვაზისა, რომელიც უგემრიელეს ღვინოს იძლეოდა და ეს ღვინო განთქმული იყო მთელს რომში. 12-დან 15 საათამდე შეძლებული ხალხი სადილობდა სახლში, ეს იყო ძირითადად ზღვის პროდუქტები, ხილი, ზეითუნის ზეთი, პური და სხვადასხვა პარკოსნები, აი ლობიო, მუხუდო. ხილიდან ყველაზე პოპულარული იყო ლეღვი. ჩემი ყველაზე საყვარელი ხილი, ერთადერთი ხილი მე მგონი რომელსაც მე ვჭამ. საღამოს 5 საათიდან იხსნებოდა თერმები, ანუ აბანოები. აქ გამოიყენებოდა ვულკანის წყაროებიდან წამოსული თერმული წყლები, რომელსაც გაცხელება არ სჭირდებოდა. აქ პროგრამაში სურვილის მიხედვით სხვადასხვა ინტიმით შედიოდა. ზოგადად ძველ რომში და საბერძნეთში სექსუალური თავისუფლება რაღაც განსაკუთრებულობას არ წარმოადგენდა. ეხლა თქვა ეროტიკული მომენტები, ეხლა ჩვენ როგორც გვაქვს რომ ეს ტაბუდადებულია, იმის ნახვა შეიძლება, ამის ნახვა არ შეიძლება, ასეთი რამ არ იყო იქ. მათთვის სექსი, ინტიმი ეს იყო ადამიანის ცხოვრების ისეთივე ჩვეულებრივი ნაწილი, როგორც არის თქვა წყლის დალევა, ჭამა და ასე შემდეგ. ვიდეოს ბოლოს მე გაჩვენებთ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც სწორედ ამ თემას ეძღვნება და ეს ნიმუშები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ფაქტიურად 300 წლის განმავლობაში, რაც ისინი აღმოაჩინეს, ჩაკეტილი იყო ეგრეთ წოდებულ საიდუმლო კაბინეტში და მასში შესვლა შეეძლოთ მხოლოდ მეცნიერებს და მაღალი მორალის მქონე მამაკაცებს. ქალებს იქ არ უშვებენ. რამდენიმე წელია სულ ეს საიდუმლო კაბინეტი გაიხსნა და დღეს ნეაპოლის არქეოლოგიურ მუზეუმში, რომელიც არის ალბათ
ყველაზე მაგარი მუზეუმი, რაც კი მე მინახავს და მინახავს ბევრი ძალიან კარგი მუზეუმი და ყოფილ ვარ მათში. იქ არის დაცული ცალკე ექსპოზიცია და ეს ექსპოზიცია სარგებლობს რა თქმა უნდა ყველაზე დიდი პოპულარობით. საღამო არამხოლოდ ჭამასმა და სექსისთვის იყო განკუთვნილი, არამედ კულტურული დასვენებისთვისაც, ამისთვის იყო აგორა, სადაც ადამიანები იკრიბებოდნენ და კამათობდნენ და მსჯელობდნენ ფილოსოფიურ საკითხებზე, პოლიტიკურ საკითხებზე და ასევე იყო თეატრი, სადაც იდგმებოდა ტრაგედიები, კომედიები და ძალიან პოპულარული ადგილი იყო გასართობი. და რა თქმა უნდა გლადიატორების ბრძოლები. გლადიატორების ბრძოლები, რომლებიც ასევე ძალიან პოპულარული იყო ძველ რომში. ამ ჩემი მონათხრობიდან ისე ჩანს, რომ თითქოს რომაელები სხვას არაფერს აკეთებდნენ, ვიდრე ღვინოს ვამდნენ, ჭამდნენ და კამათობდნენ პოლიტიკაზე და ფილოსოფიაზე. არა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ისინი ისეთ წარმატებულ იმპერიას ვერ შექმნიდნენ, როგორც მათ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ეს იყო ხალხი, რომელმაც ძალიან ბევრი მისცა კაცობრიობას, ცივილიზაციას და ფაქტიურად ეს არის ევროპული ცივილიზაციის საფუძველია, ძველი საბერძნეთი და ძველი რომი. აი, რაც შეეხება პომპეის, რომელიც როგორც გითხარით, მე შემთხვევით მოხვდი, ეს უკვე კლასიკური რომაული ქალაქია, სავარაუდოდ სწორედ პომპეის ელიტის დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს ჰერკულანუმი და აქ დასახლებას აქაური დასახლების შესახებ პირველი წერს ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი და იგი წერს, რომ თავდაპირველად ქალაქი დააარსესო ეტრუსკებმა, პელაზგებმა, ოსკებმა და სამნიტებმა. 2014 წელს პომპეიში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ სტრაბონი ნაწილობრივ მართალი იყო. პომპეისთან ახლოს აღმოჩენილი არის ეტრუსკების არსებობის მრავალრიცხოვანი არტეფაქტები. ისინი მინიმუმ ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნემდე ცხოვრობდნენ აქ. და ფაქტია, რომ პირველ მოსახლეებმა ვეზუვის ლავრ პლატოზე 3000 წლის წინ დაიდეს ბინა და პირველი შენობებიც მაშინ ააგეს 3000 წლის წინ. ეს ადგილი, როგორც გითხარით, ზღვიდან 700 მეტრით არის დღეს მოშორებული, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ გეოლოგიური კატაკლიზმებით, რის შესახებაც მე უნდა გიამბოთ. მანამდე პომპეი თითქმის ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა. პომპეის ირგვლივ არის ველები, რომლებიც ვეზუვის მიერ ამოწყორცნილი ქიმიური მიკროელემენტებით არის გაჯერებული, არის ზენაყოფიერი და ამიტომ აქ 2-3 მოსავალი მოყავდათ რომაელებს და ამ მოსავლით შემდეგ ვაჭრობით მდიდრდებოდნენ. ძველი წელთაღრიცხვის 99 წელს რომაელმა მთავარსარდალმა ლუციუს კორნელიუს სულამ სამნიტური ომების შედეგად პომპეი აიღო და რომის კოლონიად აქცია. აქვე დასახლდა ამ ომების 2000-ზე მეტი ვეტერანი, რომლებმაც აქ ჩამოიყვანეს საკუთარი ოჯახები, მონები და ქალაქმა ინტენსიურად დაიწყო ზრდა. იმ კატასტროფის დროს, რაც ქალაქს თავს დაატყდა, მასში 45000 მოსახლე იყო. ეს ძალიან დიდი ქალაქია იმ დროისთვის. აქ არის თეატრები, ფორუმი, 2-3 სართულიანი სახლები, ბაზრობები და საზოგადოებრივი ტუალეტებიც კი. სხვადასხვა ამასთან დაკავშირებით მე ის გამახსენდა, როდესაც იმპერატორმა ვესპასიანმა პირველ საუკუნეში ზუსტად იმ დროს, როდესაც პომპეი ყალიბდება, ბეგარა დაადო საზოგადოებრივ ტუალეტებს და იქიდან ფულის ამოღება დაიწყო. ვესპასიანმა ესე თიანი ფრაზა წარმოთქვა. Pecunia non olet, ანუ ფულსუნი არ აქვს, ფული არ ყარსო. პომპეი თანდათან აყვავებულ ქალაქად იქცა, ეს იყო ქალაქი, სადაც დასახლებას ბევრი წარჩინებული რომაელი ცდილობდა. განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველი იყო პომპეის გლადიატორთა შერკინებები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ სამხრეთ იტალიაში. აქ ხალხი ჩამოდიოდა სხვადასხვა პროვინციებიდან. და ძალიან საინტერესო მომენტია, რომ 59 წელს უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის გაიმართა შერკინება პომპეისა და ნუცერიას გლადიატორებს შორის. ახლა ორივე მხრიდან ფანები არიან ჩამოსულები, როგორც დღეს დაყვებიან ფეხბურთის გუნდებს, ხო, ასე. და პომპეის გუნდმა გაიმარჯვა. აი ესე არ უნდაო ნუცერიამ ჩათვალა, რომ ჩვენო საჯმა გვიღალატაო და ატყდა ამბავი. ატყდა ისეთი ამბავი, რომ მთელი პომპეი და ლამის დაარბიეს ნუცერიელებმა, ეთქვა, კაი ტიპები იყვნენ, ესეთი მძლავრი ფანატები იყვნენ, ინგლისელები რო არიან, დათვრებიან და მე სტიქიურ უბედურებას აწყობენ დაახლოებით ასე.
და იმდენად დიდი რეზონანსი გამოიწვია ამ ამბავმა, რომ ნერონმა, რომელიც თავისთავად გიჟი იყო და არანორმალური ესეთ რაღაცებს აკეთა, რომი გადაწვა ბოლო-ბოლო, ხო? იმასაც კი გაუკვირდა და 10 წლით აუგრძალა პომპეიში, აგრძალა ეს ვეტოდაა და პომპეიში გლადიატორული ბრძოლების ჩატარებას. ნერონი მალევე მიასიკვდილეს, მაგრამ ესეც საინტერესო ფაქტია. რა უნდა მომხდარიყო ასეთი, რომ ნერონს გაკვირვებოდა სისხლისღვრა. ქალაქი ყვავის, აქტიურია, არის მისვლა-მოსვლა, არის ვაჭრობა, რა ვიცი, რო შეხედავ, ალბათ მოგინდება იქ ცხოვრება, მაგრამ 62 წლის 5 თებერვალს დღის პირველ საათზე და ეს დადასტურებული არის როგორც გეოლოგიურად, ასევე იმდროინდელი ლიტერატურული მონაცემებით, პომპეის მოსახლეობის ნაწილი სადილობს ამ დროს სიესტაზეა და მიწისქვეშეთიდან ისმის ხმაური. ცოტა ხანში ქალაქს არყევს 7 და 1 სიმძლავრის მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. ეს ძალიან ძლიერი მიწისძვრაა. მიწისძვრა, რომელიც იწვევს არა მხოლოდ პომპეის, რა თქმა უნდა, არამედ მიმდებარე ქალაქებს, მათ შორის ჰერკულანუმის კარგა-მაგრა დაზიანებასაც. ამბობენ, რომ რამდენიმე 1000 ადამიანი დაიღუპა მაშინ. ზუსტი ცნობები არ არის ამის შესახებ, მაგრამ ის ცნობილია, რომ შენობები ძლიერ არის დაზიანებული და რამდენიმე წელი დაშირდათ ქალაქის მოსახლეობას, რომ შენობები ასე თუ ისე წესრიგში მოეყვანა. წესრიგში მოეყვანა აკვედუკები, ანუ წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, რომელიც ასევე მოირღვა და ძალიან ბევრი რამ. გეოლოგების, სეისმოლოგების, ვულკანოლოგების აზრით ამ უძლიერესმა მიწისძვრამ, რომლის მიზეზი სხვათა შორის არ იყო ვეზუვი, ეს ძალიან საინტერესო მომენტია, არამედ იყო ფილების კვლავ ეს გადაადგილება და გაჭედვა და შემდეგ ენერგიის გამოთავისუფლება, როგორც ვთქვათ, ფუკუშიმას ელექტროსადგურის დაზიანებისას მოხდა და სხვა მიწისძვრების დროს ხდება ხოლმე, მაგრამ ამ მიწისძვრამ გამოიწვია მიწის დაჯდომა და ლავური საცობის მორყევა, რომელიც ჩარჭობილი არის ვეზუვში. იმ დროს უпроსოდ ვეზუვში კი არა, მონტესომაში, იმ გიგანტურ მთაში. აი ეს საცობი არის მორყეული, აღშული არის ამ საცობის საშუალებით მაგმური კამერა, რომელშიც ძალიან ძლიერი წნევა არის განვითარებული და იქ მაგმა თუხთუხებს. გაიუს სესილიუს პლინიუს სეკონდი, ანუ იგივე პლინიუს უმცროსი, რომის მომავალი სენატორი და ასევე რომის ფლოტილიის სახელგანთქმული ადმირალის პლინიუს უფროსის ბიძაშვილი, არის 18 წლის, მიდის ქრისტესშობიდან 79 წელი. ანუ 17 წელია გასული იმ დამანგრეველი მიწისძვრიდან. პლინიუს უმცროსი ბიძამისის ვილაზე იმყოფება დღევანდელი ნეაპოლიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, უფრო დასავლეთით და იგი აქ მიზენუმი არის ასეთი ქალაქი, დედასთან ერთად იმყოფება. იგი ხდება მოწმე ისეთი გეოლოგიური მოვლენისა, რომელიც შემდეგში ძალიან დიდ ცვლილებებს გამოიწვევს არა მხოლოდ ევროპის მასშტაბით, არამედ ზოგად საკაცობრიო მასშტაბითაც. ამ მოვლენების აღწერა მას თხოვა ცნობილმა რომაელმა გეოგრაფმა და ბუნებისმეტყველმა და ისტორიკოსმა ტაციტმა და პლინიუს უმცროსმაც აღწერა ის, რაც თავისი თვალით ნახა 79 წლის 19 აგვისტოს. თვითონ ასე ამბობს 19 აგვისტო, მაგრამ დღევანდელი არქეოლოგიური აღმოჩენებით თითქოს დასტურდება, რომ ეს 19 აგვისტო კი არა, არის 19 ოქტომბერი და რომ წერილში შეცდომა უბრალოდ გაპარული, მაგრამ იგი წერს ცხელ დღეზე. თუმცა ეს ცხელი დღე შეიძლება ორგვარად ვიგულისხმოთ. პლინიუსი წერს, რომ პომპეის და სხვა ქალაქები არ არის სხვათა შორის ნახსენები, პომპეის მოსახლეობა გამოაღვიძა ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა. ასევე მათ მიწიდან მოესმათ ხმაური, ზრიალის ხმა და მოსახლეობის ნაწილმა სხვა შორის დატოვა ქალაქი. დატოვა ეტლებით, ნავებით, გემებით, სწორადაც მოიქცნენ, იმიტომ რომ აი 19 აგვისტოს დავეხნოთ პლინიუსის თარიღს, 19 აგვისტოს დღისით ვეზუვის მაგმური კამერიდან მოწოლილმა წნევამ საცობი ამოაგდო. და თხევადი მაგმა ზებგერითი სიჩქარით ატყორცნა ჰაერში. წარმოიქმნა ეგრეთ წოდებული ერუპციული, ანუ ამოფრქვევითი სვეტი, რომელიც შედგება მაგმისგან, მაგმატური გაზებისგან, ვულკანური ფერფლი, ლაპილი, პემზა, ვულკანის კონუსის ამგები ქანები და ეს გავარვარებული ჰაერი და ეს ყველაფერი მიისწრაფის ძალიან ძლიერი სისწრაფით ზემოთკენ. აი ეს გახლავთ ლაპილი,
რომელიც ძალიან ახლოდან რომ ნახოთ ლუპის საშუალებით ან მიკროსკოპის ქვეშ ნახავთ რომ იგი ძალიან ბას რატომ იჭირავს მე ხელთათმანით, იმიტომ რომ იგი ბასრია და შემდეგ თითები გეკავება ხოლმე იმ წვრილი ბასრი კიდეები გიზიანებს კანს. და ამიტომ ჯობს ხოლმე რომ ესეთი ხელთათმანით აიღოთ. აი ხედავთ თქვენ რომ იგი არის მოყვითალო ფერის, უბრალოდ ჟანგისფერია, მაშინ დიდი რაოდენობით არის რკინა. და მძიმეც არის. ეს არის ვეზუვის ლავა, ლაპილი. აი ეს უკვე ეტნასია, ეს ხედავთ შავია. ესეც ეტნიდან არის წამოღებული. იგი უფრო მჩატეა, თუმცა აგებულება, აი ფორმა და შემადგენლობა მისი თითქმის იგივეა, რაც ვეზუვისა. აი ამ ჯოჯოხეთურმა სვეტმა, რომელიც ამოიფრქვა ვულკანიდან, ვულკანის ყელიდან, მიაღწია ტროპოპაუზას. ტროპოპაუზა გახლავთ ატმოსფეროს შრე, რომელიც მდებარეობს სადღაც 17 კილომეტრის სიმაღლეზე. გიგანტური სიმაღლეა, მაგრამ იგი არ აჩერებს რბოლას ზემოთკენ და ტროპოსფერომდე აღწევს. ანუ დაახლოებით 20 როგორც ახლა გამოანგარიშებულია 38 კილომეტრის სიმაღლეზე. ანუ წარმოუდგენელი ძალა განვითარდა აი ამ საცობის ამოგდების შემდეგ. რაღაც მომენტში კარგავს, რა თქმა უნდა, ენერგიას ეს სვეტი, აჩქარებას და იგი გადაიშლება ტროპოსფეროში როგორც ღრუბელი. აი ეს სვეტი და მის თავზე განვითარებული ღრუბელი, როგორც პლინიუსი წერს, ძალიან გავსო ხმელთაშუა ზღვის ფიჭვს. ზუსტად მისი ფორმა აქვს. ასეთი ტიპის ამოფრქვევებს, როდესაც ასეთ სვეტი წარმოიქმნება და შემდეგ იგი იშლება ტროპოსფეროში სოკოს მსგავსად ან ფიჭვის მსგავსად, ეწოდება პლინიუსისეული ამოფრქვევა. როგორც წესი, ასეთი ამოფრქვევები ახასიათებთ ძირითადად ვულკანებს. თუმცა, რა თქმა უნდა, არის სხვა ტიპის ამოფრქვევებიც, მაგალითად იგივე ეტნა პლინიუსის სურად არ იფრქვევა ხოლმე. იგი უბრალოდ ღრუბლებს წარმოქმნის, რომელიც ძალიან მაღლა არ ადის, იმიტომ რომ წნევა არ ყოფნის, უბრალოდ რომ ძალიან მაღლა ასტყორცნოს ვულკანური აი ეს მასალები. პლინიუსი, როგორც გითხარით, იმყოფება ბიძამისის ვილაზე, დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებით. ბიძამისი გადაწყვეტს, რომ საკუთარი გემით, იგი ფლოტილიის უფროსია, მიდის სტაბიაში, სადაც ყავს საყვარელი, როგორც ამბობენ. მის გადასარჩენად მიდის, თუმცა მისი გემი იმხელა, რომ მას კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანის გადარჩენა შეუძლია. მანამდე ჰერკულანუმში უნდა შეიაროს, მაგრამ ვერ უდგება ნაპირს. აგრძელებს გზას, ჩადის სტაბიაში. სტაბიაში სტაბილური მდგომარეობაა შედარებით, რომ არ გამოიწვიოს პანიკა მოსახლეობაში, ამშვიდებს მოსახლეობას, ეუბნება, რომ არაფერი ისეთ განსაკუთრებული არ ხდება, ხვალ ჩვენ დავტვირთავთ გემს და წავალთ. იმის საჩვენებლად, რომ მართლაც არაფერი არ ხდება, იგი წამოწვება, როგორც იციან ხოლმე, რომაელები წამოწვეულები სვამდნენ და ჭამდნენ, კარგად მიირთმევს საკვებს, კარგად დალევს და დაიძინებს და ვეღარ გაიღვიძებს, იმიტომ რომ ღამით სტაბიას დაფარავს მომწამლელი გოგირდოვანი ღრუბელი. შემდეგ უკვე იგი მოყვება ლაპილისა და ვულკანური ფერფლის ქვეშ და ასე დაასრულებს ეს გამოჩენილი ადამიანი, პლინიუს უფროსი, სიცოცხლეს სტაბიის ერთ-ერთ სახლში. მისი ცხედარი აღმოჩენილი არ არის, რა თქმა უნდა. მისი ძმისშვილი ხვდება, რომ საქმე ვერ არის კარგად, იმიტომ რომ უკვე ქარი თუ აქამდე უბერავდა აღმოსავლეთისკენ, ახლა მან მიმართულება იცვალა და უკვე მიზენუმისკენაც წამოიღო ფერფლი, ამიტომ დაავლებს თავის დედას ხელს და ისინი გადიან ვილიდან და ცილდებიან ამ ადგილს. თუმცა პლინიუსი აგრძელებს მოყოლას და დაციც წერს, რომ პომპეიდან გამოქცეული ადამიანების და ასეთი ბევრი იყო მონათხრობიდან მისთვის ცნობილი გახდა, რომ 13 საათზე, ანუ ამოფრქვევის დღეს 13 საათზე პომპეიში სიბნელემ დაისადგურა. რას წერს პლინიუსი? არა ისეთმაო, როგორც მიყვებიან უნთვარო ღამით რომ იცის, არამედ როცა ოთახში ღამით ფანჯრებს და კარებს დახურავ, ანუ სრული სიბნელე. ციდან თითქოს თოვლის ფიფქები წამოვიდა ვულკანური ფერფლი, მასთან ერთად გოგირდოვანი მომწამლელი აირები, ხალხის სახეზე შარფებს იფარებს, ბავშვებს იხუტებს, რომ არ ჩაისუნთქონ ეს გოგირდოვანი აირი, მაგრამ არაფერი გამოდის, ადამიანები კვდებიან, მათ ფარავს 2-3 მეტრის სიმაღლის ვულკანური ფერფლი, იფარებიან ამ ფერფლით და დროთა განმავლობაში ისინი ამ ფერფლის ქვეშ იხრწნებიან.
და რჩება მათი цаრიელი, ანუ ფერფლში, ასეთი ყალიბები. მოგვიანებით მეცნიერები ასეთ ყალიბებს ამოავსებენ თხევადი თაბაშირით, როდესაც გაცივდება 10 წლიანი გარეთა ფენას და დღეს ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე ათეული ადამიანის რეალური გამოსახულება, ჩვენ ფაქტიურად ადამიანების აგონიას ვაკვირდებით, როდესაც ამ ყალიბებს უყურებთ. მე მხოლოდ რამდენიმე გაჩვენეთ აქ ისიც ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ეს ძალიან მძიმედ მოქმედებს ზოგადად ადამიანებზე, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ აკრიფოთ Google-ში, უამრავი სურათი არის ამ ადამიანებისა და თქვენ ნახავთ მას, თუ დაგაინტერესებთ. მაგრამ პომპეისა და მეზობელი ქალაქების ნგრევა, კერძოდ სტაბიისა და კიდევ არის ოპლონტისი, ესეთი შედარებით პატარა ქალაქია, ეს სამი ქალაქია, რომელიც პირველ დარტყმას იღებს. რატომ? იმიტომ რომ ქარი, როგორც გითხარით, აღმოსავლეთით უბერავს. ანუ წარმოიდგინეთ ეს სვეტი ავიდა და შემდეგ გაიწელა აღმოსავლეთისკენ და ეხლა იქ არის ასეთი ზომის ნატეხებიც და ამ ზომის და უფრო დიდიც. ისეთი წნევა იყო და ისეთი იყო ეს დარტყმის ძალა, რომ აი 38 კილომეტრზე აემხელა და უფრო დიდი ნატეხები აისროლა. ეხლა წარმოიდგინეთ 38 კილომეტრის სიმაღლიდან ეს მოფრინავს. ის კი არა, მე ხა მეორე სართულიდან რო გადავაგდო ქვემოთ თავში მოხდეს, მე შეიძლება სამონტყოფოში დასაყვანი გახდეს. შეიძლება კი არა, ყველა ვარიანტი გახდება. და წარმოიდგინეთ 38 კილომეტრის სიმაღლიდან ეს რა კინეტიკურ ენერგიას აიღებდა. ეხა ამის წონა დაახლოებით 200 გრამი არ არის მჩატე. პატარა კი არა, არ არის მჩატე. და აი ეს ბომბარდირება იწყება და ეს კი არ არის 2 და 3 კი არ ცვივანი. მილიონობით აი ესეთი ნატეხი ცვივად სიდან. მართლა მეორეთ მოსვლა. და ეს ნატეხები ხო ჯერ კრამიტებს ამტრებს, ეხლა კრამიტს კი არა, ალბათ ტანკს რო დაეცეს, იმასაც დააზიანებდა, ხო? და პარალელურად იმ გადარჩენილ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში ცდილობენ იპოვონ გადასარჩენი ადგილი, მათ ეცემიან თავზე სეტყვასავით მოდის. ამ სიმძიმის ქვეშ უკვე ვეღარ უძლებენ სახლები და ინგრევიან შიგნით და ვინც სახლში არის შეფარებული, თავშეფარებული, იმათ კლავენ. ნადგურდება ფაქტიურად ყველაფერი, რაც კი გასანადგურებელია. ეს ბომბარდირება გრძელდება დაახლოებით 3 საათი, ხო წარმოგიდგენიათ? აქ გამოვიჩენ მე კიდევ ერთხელ ხატრობის ნიჭს. აი, დავხატოთ ვულკანი. ეს გახლავთ მონტე-სომა. მონტე-სომა, რომელიც გასკდა. მას ჰქონდა აი მაგმატური კამერა, რომელმაც მიწისძვრის შედეგად აი ჰქონდა ესეთ საცობი ამ მაგმატურ კამერას. მაგრამ მიწისძვრამ მოარყია ეს საცობი და გამოვიდა და გასკდა. აი ამ გასკდომის მომენტში ნაწილი მასალისა, რა თქმა უნდა, აიტყორცნა, როგორც თქვი, ატმოსფეროში, საკმაოდ მაღალ სიმაღლეებზე და აი აქ დარჩა აი ესეთი პირღია ნაწილი. ახლა ჩაქრა ეს გამოთავისუფლდა, ამოუშვა მთელი გაზი და დაწყნარდა. მაგრამ ასეც არ არის. ნელ-ნელა ეს გაზები გამოდის და მათ უნდათ გამოსვლა. აი ესე ჩაღრმავებული ნაწილი რაც დარჩა, რა შეება? ჩაინგრევა შიგნით. ეს ჩაინგრევა და ჩაიყრება აი ამ გაზების ამოსასვლელში. ბედი უნდა ყველაფერს. და კვლავ ახალ საცობს აკეთებს. აქ კვლავ გროვდება გაზი, გროვდება და კვლავ ხეთქავს ამას. იწყება მეორე ეტაპი ამოფრქვევის. ესეც კატასტროფული, უკვე იქ გასანადგურებელი პომპეიში და სტაბიაში და ოპლონტისში არაფერი აღარ დარჩა. მაგრამ ეს ამოფრქვევა გრძელდება. ვულკანი კვლავ დაწყნარებულია, იმიტომ რომ აქედან გამოდის ის გაზები, რომლებიც უნდა გათავისუფლებულიყო. კვლავ ხდება აი ამ ნაწილის ჩანგრევა და კვლავ დააცობს აი ამ ადგილს საცობს. კვლავ ხდება გაზების დაგროვება და მესამე ამოფრქვევა. კოლოსალური ამოფრქვევა, რომელიც მთლიანად შლის სომას და დღეს ამ სომიდან დარჩენილი არის ის, რასაც მე ახლა გაჩვენებთ. აი ეს ნაწილი, რომლის შუაშიც ამოვიდა უკვე ამოიზიდა პატარა კონუსი, შედარებით პატარა კონუსი, რომელსაც გრან კონო ქვია, ანუ დიდი კონუსი ქვია, იმიტომ რომ ჩვენ არ მოვესწარით მართლა გიგანტურ კონუსს, რომლის ადგილზეც დღეს თანამედროვე ვეზუვია. რა ხდება ჰერკულანუმში? ჰერკულანუმში ხდება ის, რომ თუ 4 და 5 მეტრი არის ფერფლის სიმაღლე სტაბიაში და პომპეიში და ოპლონტისში
ჰერკულანუმში ფერფლი სულ რაღაც 2 თუ 3 სანტიმეტრია და ფაქტიურად არც აქცევენ ამ ფერფლს ყურადღებას ადგილობრივები, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი ხალხისა მიხვდება, რომ რაღაც კარგად არ არის საქმე, იმიტომ რომ პომპეი იქვია. ანუ სადღაც ფეხით რო წახვიდეთ 2 საათის ავალია სულ. და ეს ამ გიგანტურ უზარმაზარ ღრუბელს რო უყურებენ, რომლებიც თავს ადგას ამ კონუსს და ხედავენ, რომ იქეთ ყველაფერი ნადგურდება, ნუ ხალხი ადგება და წავა ქალაქიდან. როგორც ვარაუდობენ, ძალიან ბევრმა გაასწრო ქალაქიდან და მეცნიერები იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ საერთოდ არავინ არ დაღუპულოა, იმიტომ რომ ქალაქში არც პომპეისგან და აი ამ 2 ქალაქისგან, ოპლონტისისა და სტაბიასგან განსხვავებით, სახლებში არქეოლოგები ვერ პოულობენ გარდაცვლილებს. აქედან ასკვნიან, რომ გაასწრო ხალხმა, დატოვა ჰერკულანუმი და უკვე ცარიელ ქალაქს დაასყდა ის, რაც დაასყდა. დაასყდა კი ეგრეთ წოდებული პიროკლასტიკური ნაკადი. საქმე იმაშია, რომ ამონთხევის, აი ამ ამოფრქვევის დროს, მოდით მე კიდევ გამოვიყენებ ამ ჩემს უშნო ნახატს. მონტესომას კრატერიდან ამოსული ლავა ესეთნაირად მიედინება, უკვე აღარ აფეთქებითი ხასიათი მას აღარ აქვს, ესე მიედინება როგორც წყალი, მაგრამ როგორც გითხარით, ვეზუვის ლავა არის ძალიან ბლანტი. მასში შემავალი ნივთიერებების გამო, ამიტომაც ფეთქდება ხოლმე იგი. იგი სწრაფად ცივდება და როგორც აი ესეთ დასაცურებელ დაფას აკეთებს თითქოს მის კალთებზე, აი მთის კალთებზე. და აქ იწყება ყველაზე ცუდი რამ. ეგრეთ წოდებული პიროკლასტიკური ნაკადის წარმოქმნა. პიროკლასტიკური ნაკადი ეს არის არც თუ ისე ძლიერად ამოფრქვეული ვულკანური მასები, რომლებიც აი ასეთ ფერდობებზე, დამრეც ფერდობებზე ძალიან დიდი სისწრაფით ეშვებიან. ამ სისწრაფეს შეიძლება იყოს 300 კმ/სთ-იც კი. ხა როგორც ვარაუდობენ, ჰერკულანუმისკენ დაძრული პიროკლასტიკური მასის სისწრაფე იყო 100-დან 120 კმ/სთ-მდე. მას მოაქვს უამრავი წვრილი ნივთიერება, მტვერი და ეს მტვერი არის გავარვარებული 400-დან 600 გრადუსამდე. ეს არის კატასტროფა. კატასტროფა, რომელიც თავს ატყდება შედარებით გადარჩენილ ჰერკულესის ქალაქს. ეს წვრილი მასა დიდი სისწრაფით შედის ქალაქში, ავსებს ყველა სიცარიელეს, რაც ამ ქალაქშია და ამით გადაარჩენს მას. გადაარჩენს რას? ანუ იმ სახლებს ინახავს ხელუხლებელი სახით. მაღალი ტემპერატურა მომენტალურად წვავს ხის კონსტრუქციებს და აკუნებს და საწოლებს და თაროებს, მაგრამ ანახშირებს მათ, იმიტომ რომ ეს არის უჟანგბადო წვა. და დღეს ჩვენ ჰერკულანუმში უკვე ვხედავთ ამ ხის ფრაგმენტებს და ფრაგმენტებს კი არა, ზოგ შემთხვევაში მთლიანად მთელ კონსტრუქციებს. ეს არის ხის ჩარჩოსა და ქვის ბათქაშის ნაზავისგან შექმნილი კედლის ტიპი. იაფი და სწრაფი მშენებლობისთვის გამოიყენებოდა ის მრავალბინიანი სახლებისთვის და შენარჩუნდა სწორედ იმიტომ, რომ ჰერკულანუმის ჩამარხვის სპეციფიკა იყო ძალიან თავისებური, ანუ პიროპლასტიკურმა ნაკადებმა ხის ჩარჩო ნახშირად აქცია, მაგრამ შეინახა. რაც რა თქმა უნდა საშუალებას გვაძლევს დღესაც ვნახოთ ეს უნიკალური ანტიკური სამშენებლო ტექნიკა. ნეაპოლის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცული არის ხისგან დამზადებული საწოლები, სკივრები, სკამები, მაგიდები, რომლებიც იპოვეს ჰერკულანუმში. ხედავთ რა ნატიფი ნამუშევარია, საოცრება. აი ფეხებს დააკვირდით მაგიდის. მართლაც უზადო ტექნიკაა. აი ეგვიპტური მოტივებია აქ. აქ კი მწევარია, რომელიც შემდეგ გრძელდება და უკვე ძაღლის თათით მთავრდება. ალბათ თანამედროვე დიზაინერებმა ძალიან ბევრი რამ შეიძლება ისწავლონ ძველი რომაელებისგან. 2000 წლისაა მინიმუმ აი ეს ნამუშევრები. პირველ პიროკლასტიკურ ნაკადს მოყვება მეორე ნაკადი, რომელიც უკვე 15 მეტრამდე ზრდის იმ ვულკანური ქანების საბანს, რომლის ქვეშაც მოქცეული არის
ჰერკულანუმი და ყველა სიკეთესთან ერთად თითქოს რაღაც უბედურებას დევს ამ ქალაქს თანო და აუცილებლად ბოლომდე უნდა ჩაიმარხოსო, იწყება კოკისპირული წვიმა. იწყება სწორედ იმ ადგილებში, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით დამრეც ფერდობებზე არის წვრილი ფერფლი. და უკვე ეს ფერფლი წყალში გახსნილი ეგრეთ წოდებული ლახარების სახით, ლახარი ქვია აი ამ აქტიურად ბეტონის, თხევადი ბეტონის მდინარეს, ეშვება ქალაქზე, ფარავს მას 30 მეტრის სიმაღლის ფენით და სამუდამოდ, მაგრამ თლაც სამუდამოდ არა, აკონსერვებს მას საკუთარი ფენების ქვეშ, საკუთარი საბნის ქვეშ. ჰერკულანუმის კვალი ქრება საერთოდ სანამ მე-18 საუკუნეში ადგილობრივი მოსახლე ჭის ამოთხრის დროს არ გადააწყდება ბრინჯაოს ულამაზეს ქანდაკებებს. ზოგადად ბრინჯაოს ქანდაკებების და ნივთების პოვნა არქეოლოგებისთვის ძალიან რთულია ხოლმე და იშვიათობას წარმოადგენს. რატომ? იმიტომ რომ ბრინჯაო ძვირფასი მასალა იყო ადრეულ ხანებში, ახლაც საკმაოდ ძვირფასი მასალაა. ამიტომ როგორც წესი ადამიანები, მომავალი თაობები წინაპრების მიერ დამზადებულ რაღაცა ქანდაკებებს და ასე შემდეგ გადაადნობდნენ ხოლმე და თავიანთი ჭკუით ახალ რაღაცას აკეთებდნენ. ამიტომ იმ პერიოდის ბრინჯაოს ზეგლები ჩვენ ფაქტიურად არ გვაქვს. და სწორედ აქ შემონახული, უზადოდ შემონახული ბრინჯაოს ნივთები გვაძლევს ჩვენ წარმოდგენას თუ რა დონის ხელოვანები იყვნენ ძველი რომაელები. აი მაგალითად ეს ორი მორბენალი, რომელსაც მე დიდხანს ვუტრიალე არქეოლოგიურ მუზეუმში, მათ ხედავთ თვალები აქვთ ფერადი მინისგან გაკეთებული და გაუმეტყველება ძალიან ცოცხალია და ცოტა შემაშინებელიც კი. აი დააკვირდით კუნთებს როგორ არის თითოეული კუნთი გამოსახული. ასევე დააკვირდით ამ თვალ სატირს, ამასაც კარგი ხანი გავჩერდი ამ ქანდაკებასთან. შეხედეთ როგორი დინამიურია, თითქოს ცოცხალია. თითქოს ეხლა წამოდგება და რაღაცას გააკეთებს და აი თითებიც როგორ აქვს. ის ირმები, რომლებიც მის გვერდით არის. აი ამ ადგილიდან უკვე ჩვენ ჰერკულანუმში ვართ, კარგად ჩანს თუ რა შრომა მოუწიათ, რა რაოდენობის ვულკანური მასალა გაიტანეს ამ ადგილებიდან მუშებმა, რომ დღეს ამ სილამაზის ნახვის შესაძლებლობა გქონოდა ჩვენ. აი ქვემოთ ხედავთ აგურები ჩანს, ანუ იქ ქალაქი გრძელდება. ალბათ უფრო პორტის შენობა. აი ეს არის ის ფენა, რომელიც ზემოდან დაეყარა ამ ყველაფერს. ქალაქი იყო ჩვეულებრივი თავის განვითარებული ინფრასტრუქტურებით, რა თქმა უნდა წყალსადენით, რა თქმა უნდა კანალიზაციით. ბედის ირონია ის არის, რომ ქვები, რომლითაც ნაშენები არის, აი ეს კედლები, თვითონ ჰერკულანუმისაც და პომპეისაც არის ვეზუვიდან ამორქვეული ბაზალტი, უფი, შიგადაშიგ პემზა, ანუ ვულკანური ქაფი, რომელიც ძალიან კარგი სამშენებლო მასალაა, მშენებლები დამეთანხმებიან, იმიტომ რომ იგი არის მჩატე, იგი არის საკმაოდ მყარი და ბუშტუკები რადგან არის, მაშინ იგი ძალიან კარგად იცავს ტემპერატურას, ანუ სიგრილი არის ზაფხულში ასეთ შენობებში და ზამთარში საკმარისად დაანთოთ გამოთქმულები, რომ დაიჭერს. იგი ფაქტობრივად როგორც თერმოსი ისე მუშაობს. მე უკვე გითხარით ვილა პაპირის შესახებ, ანუ სადაც პაპირუსების გრაგნილები იპოვეს, აქვე იპოვეს აი ეს ქანდაკებები, რომლის შესახებაც მე ახლა გიყვებოდით და დაადგინდა სულ ახლახან, რომ ვილა ეკუთვნოდა ლუციოს პიზონს, რომელმაც ეს ვილა აშენა კატასტროფამდე 20 წლით ადრე. ეს იყო საკმაოდ დიდი ზომის ვილა, რომლის მხოლოდ 10%-ია დღეს გათხრილი. წარმოიდგინეთ, იმ 90%-ში რა საოცრებები შეიძლება იყოს, მაგრამ სხვა რაღაცნაირი ტექნიკა უნდა მოიფიქრონ, რომ რაღაც სიღრმეში შევიდნენ ამ ვულკანური მასალის და ისე დაათვალიერონ რა ხდება შინით, იმიტომ რომ რამდენიმე ათეული მეტრით ზემოთ არის მოსახლეობა, რომელიც ალბათ უარს იტყვის, რომ მათი სახლები დაანგრიონ, სადაც გაასახლონ ისინი და იმ ადგილას გათხრები დაიწყო. ალბათ მომავალი თაობები ამას გააკეთებენ. ძალიან საინტერესო მომენტია ის, რომ ჰერკულანუმი იყო უშუალოდ ზღვის პირას გაშენებული ქალაქი. ის, რასაც ჩვენ აი ამ ადგილებში აქ ხედავთ, ეს არის პორტი. პორტის ტერიტორიაზე გათხრებისას აღმოაჩინეს 321 ჩონჩხი.
ეს ადამიანები, როგორც დადგინდა, ძალიან სწრაფად დაიღუპნენ. მათ ვერც კი მოასწრეს გააზრება თუ რა მოხდა, ანუ პიროკლასტიკურმა მასამ, რომლის ტემპერატურა დაახლოებით 500 გრადუსი იყო, ისინი დაფარა. მეცნიერებმა შეისწავლეს, რა თქმა უნდა, ეს ჩონჩხები. თქვენ ხედავთ, რომ თავის ქალების ნაწილი დაზიანებულია იმის გამო, რომ შიგნით ტვინი აი სიმხურვალესგან ადუღდა და როგორც კაკლის ნაჭუჭი ისე გაამტრია თავის ქალა. ქალაში შიგნით ნაპოვნი არის მინისებური შავი ფერის მასა, რომელიც როგორც ვარაუდობენ მინათქცეული ტვინია. ძალიან საინტერესო სტატისტიკაა, მე უბრალოდ გეტყვით, აი 72 ადამიანიდან მხოლოდ 8% არის 50 წელს ოდნავ გადაცილებული. აი მე რო გითხარით, რომ საკმაოდ დაბალი იყო, მიუხედავად ყველაფრისა, დაბალი იყო სიცოცხლის ხანგრძლივობა. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი ძველად ხალხი ჯანმრთელი იყო. კი, ჯანმრთელი იყო, სწორედ ის 8% ნამდვილად ჯანმრთელი იყო და იმიტომაც გადარჩნენ. მაგრამ დღეს სიცოცხლის ხანგრძლივობა ნორმალურ ქვეყნებში 87-88 წელია. რატომ? იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც დაიღუპებოდნენ ადრეულ ასაკში, გადარჩნენ თანამედროვე მკურნალობის პირობებში. ამიტომ ის რაღაც შეთქმულების თეორიები, რომ ადამიანებზე წამლებს იგონებენ, რომ ადამიანები მოკლან, ან არ იგონებენ სპეციალურად, რომ ადამიანები მოკლან, მაშინ რამდენჯერ გადაურჩენი ხარ თქვენ ექიმებს? მე პირადად 2-3-ჯერ ნამდვილად იმ ქვეყანას უნდა წავსულიყავი, რომ არა ექიმები. თუ 8% იყო 50 წელს მიტანებული, ან ოდნავ გადაცილებული მამაკაცების რაოდენობა, იყო 32% ახალგაზრდა ქალი 18-დან 30 წლის ასაკამდე, მათი 10% 7-8ჯერ იყო ნამშობიარები. რა ჭირდათ ვერ გავიგე. რა ასეთი რა შეუკავებლობა ჰქონდათ. ბავშვები სამწუხაროდ 10 წლის ქვემოთ იყო 7%, 20 წლის ასაკის და ცოტა მეტის ან ცოტა ნაკლების იყო 16%. სამი ქალი იყო ორსული. არქეოლოგებმა იპოვეს ერთ-ერთი ამორსული ქალის ხელში ჩაბღუჯული ოქროს გველის გამოსახულება და ოქროს მონეტები. აქვე ამ ქალის გვერდით წევს ორი გლადიატორის ჩონჩხი, მათ ხმლები და აბჯარი აქვთ წამოღებული სახლიდან. ეთყობა ფიქრობდნენ, რომ მათი პროფესია ბრძოლა, რომ ახალ ადგილას ისინი გამოადგებოდათ. ეს საკმაოდ ძვირფასია ეს ნივთები, იმიტომ რომ რკინისა და ბრინჯაოსგან არის დამზადებული და ესეთ ლამაზი რაღაცეები ასეთ გამოსახული, აი აქ ხედავთ თქვენ ამას ყველაფერს ნეაპოლის არქეოლოგიურ მუზეუმში. ეს ხალხი აქ იმ იმედით მოვიდა, რომ მათ ვინმე გადაარჩენდა, მაგრამ სამწუხაროდ ვეზუვის სხვა თავისი გეგმები ჰქონდა. ეს მათი დაღუპვის ადგილი ერთგვარი ატრაქციონიცაა და ადგილიც, სადაც ადამიანი სიცოცხლის სიმყიფეზე და წამიერებაზე უნდა დაფიქრდეს. და მაინც როგორც თქვი, ჰერკულანუმიდან როგორც ჩანს, ძალიან ბევრმა გააასწრო. მისი მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 10,000 იყო აქედან გამომდინარე, თუ ჯერ 300 ჩონჩხია აღმოჩენილი, შეიძლება კიდევ აღმოჩნდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი გადასარჩენ ადგილას მისული ადამიანებიდან მხოლოდ 300-ია. რა ვიცით ვეზუვის სხვა ამოფრქვევების შესახებ? არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ დაახლოებით 18,000 წლის წინ მოხდა გიგანტური ამოფრქვევა, რომელმაც შექმნა კიდეც მონტე სომა, ანუ ის ძირითადი ვულკანი, რომლის სიმაღლე დაახლოებით 3,000 მეტრი იყო. ამის შემდეგ ვულკანმა ძალიან დიდი ხნით დაიძინა, ფაქტიურად რამდენიმე 1000 წლით და 3200 წლის წინ გასკდა როგორც 100,000 ატომური ბომბი. ამის ამოფრქვევის ნარჩენებ ჩვენ ხვდებით კავკასიიდან მოყოლებული სამხრეთ აფრიკის ჩათვლით, ამოიფრქვა უზარმაზარი რაოდენობის ვულკანური მასა, რომელიც დანივთიერებები, რომლებიც გაიფანტა. როგორც ჩანს, მათ გამოიწვიეს კლიმატის მეტნაკლები ცვლილება, ოდნავი აგრილება ალბათ დედამიწაზე და ამასწინათ ნეაპოლის ახლოს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ათასობით ადამიანის ნაკვალევი. ნაკვალევის ხასიათიდან გამომდინარე ისინი გარბიან თბილ ვულკანურ ფერფლზე და შემდეგ ეს ფერფლი გამაგრდა წვიმის დროს და დარჩა ნაკვალევი და ჩვენ წარმოდგენა გვექნება თუ რა ხდებოდა იმ დროს, ანუ 3200 წლის წინ ბრინჯაოს ხანაში ამ ადგილებში. პოულობენ სხვადასხვა ჩონჩხებსაც ვულკანის ზეგავლენით დახოცილი ადამიანების, ესეთი სპეციალური გათხრები ამისთვის არ ხდება, მაგრამ აი გზების გაყვანის დროს, სახლების საძირკველის ამოთხრის დროს ხშირად ხვდებიან ესეთი
3200 წლის წინ დაღუპული ადამიანები. 1772 წელს ხდება საკმაოდ ძლიერი ამოფრქვევა, მე გამოვტოვე პომპეის ამოფრქვევა, რა თქმა უნდა. ვეზუვის ფერდობებზე ამ დროს შეფენილი არის ხალხი, იმიტომ რომ აპრილია, კარგი ამინდია, ხალხი საპიკნიკოდ არის წასული, ვეზუვი ხასიათდება სუფთა ჰაერით, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს და აქ არის ძალიან ლამაზი ბაღები გაშენებული და აი სწორედ ამ დროს ხდება ამოფრქვევა და 20 ადამიანი იღუპება. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ათეული წლით იძინებს, მე რამდენიმე ამოფრქვევა გამოვტოვე და 1929 წელს კვლავ ძალიან უცნაურად სწრაფად ხვევა და ორ მჭიდროდ დასახლებულ სოფელს ანადგურებს სამწუხაროდ. ბოლოს ვეზუვი ამოიფრქვა 18-დან 29 მარტამდე 1954 წელს ეს იყო კლასიკური პლინიუსის სეული ამოფრქვევა თავისი სვეტის საათქორწნით, მაგრამ ეს სვეტი არ იყო მაღალი, 12 ჯერ სუსტი იყო ეს ამოფრქვევა ვიდრე პომპეის ამოფრქვევა და სვეტი სულ რაღაც 5-6 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა და შემდეგ დაიწყო უკვე გამოფრქვევა. ეს ისედაც ომებისგან და ისედაც სამხრეთ იტალია ზოგადად სხვა იტალიებისგან განსხვავებით ღარიბი რეგიონია და ამ ამოფრქვევამ აი ომის დამთავრებისას ძალიან დიდი ზარალი მიაყენა ზოგადად როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე წარმოებას და თვითონ ადამიანების გონებასაც კი და ამიტომ ეს მეორე ტალღა ემიგრაციის, რომელიც ამერიკისკენ დაიძრა, აი ამ დროს ხდება. დღეს ვულკანი, როგორც უკვე ნახეთ, სიმშვიდეს ინარჩუნებს, თუმცა როგორც თქვი, მის მაგმატურ კამერაში წნევა, რა თქმა უნდა, ყოველწამიერად მატულობს, ანდახან კლებულობს, დახტის ისე როგორც აი ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანის სისხლის წნევა და ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არის ის, რომ ვეზუვის ირგული და იმ ადგილებში, სადაც თუ ამოფრქვევა მოხდა, დაზიანებებს ძალიან კატასტროფული ხასიათი ექნება, 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 8 მილიონი ადამიანი, რომელიც მუდმივად რისკის ქვეშ არის. რა თქმა უნდა, ვულკანოლოგებს შეუძლიათ დაახლოებით სიზუსტით ივარაუდონ ამოფრქვევა იქნება თუ არა, თუ იქნება როგორი სიმძლავრის იქნება, სწორედ მათზეა დამოკიდებული ამ 8 მილიონი ადამიანიდან რამდენის ევაკუაცია უნდა მოხდეს და მოასწრებენ თუ არა ამ ევაკუაციას. ზოგადად გამოთვლილია, რომ თუ 3 კვირით ადრე მოხდა პროგნოზირება ვულკანის ამოფრქვევის, მაშინ ევაკუაცია ნორმალურად წავა. რასაც მე ნეაპოლელებს უყურებდი და თუ როგორი აქტიურები არიან ისინი, როგორი ნაკლებად კანონმორჩილები და ასე შემდეგ, აღარ ეჭვმეპარება მთლად ხავერდოვნად ჩაიაროს ამ ევაკუაციამ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ მოხერხდება, მაგრამ ისე ვიმეორებ, თუ 3 კვირით ადრე მოხდა პროგნოზირება. ამის საშუალება ჯერჯერობით არც ვულკანოლოგებს არც და კიდევ ერთი მომენტია, რაღაც არ მგონია, რომ რომელიმე ვულკანოლოგმა თავის თავზე აიღოს და თქვას, რომ აი 3 კვირის შემდეგ იქნება ამოფრქვევა, აუცილებლად იქნება, ამიტომ მილიარდები დახარჯოს სახელმწიფომ გაიყვანოს ეს ხალხი და ვულკანმა შეიძლება არც არაფერი გააკეთოს, არ ამოიფრქვეს. ანუ ვულკანოლოგს თავი ექნება მოსაკლავი. ამიტომ ვერ გარისკავენ ჯერჯერობით ვერც ერთი გეოლოგი, ვერც ერთი სეისმოლოგი ვერ გარისკავს თქვას, რომ ამ დღეებში ვულკანის ამოფრქვევა იქნება და წადით ხალხო თავი გადაირჩინეთ. მე ამით მინდა დავასრულო ვეზუვიზე და იმ ტრაგედიებზე თხრობა, რომელიც ამ ვულკანმა გამოიწვია თავისი არსებობის მანძილზე და მინდა გადაგიყვანოთ ნეაპოლის არქეოლოგიურ მუზეუმში, რომელმაც მე მართლაც შოქში ჩამაგდო და მინდა გაგიზიაროთ ის სილამაზეები და ის უნიკალური კოლექციები, რომლებიც ამ მუზეუმშია დაცული. ყველაფერს, რასაც თქვენ აქ ნახავთ, 1-2 გამონაკლისის გარდა ნაპოვნი არის პომპეიში და ჰერკულანუმში. თუმცა ძირითადი მასა ჰერკულანუმიდან არის. თქვენ ნახავთ მართლა ძალიან საინტერესო ექსპონატებს და ეს იმედია სტიმულს მოგცემთ იმისათვის, რომ ნეაპოლში რო წახვალთ, მხოლოდ ნეაპოლიტანური პიცით არ გაერთოთ, არამედ ნახოთ აუცილებლად ის ადგილები, რომლებიცაც მე ვისაუბრე და გადადოთ 20 ევრო. ეს არის მიზერული თანხა იმისათვის, თუ რა შთაბეჭდილებებით გამოხვალთ თქვენ ამ მუზეუმიდან. მე მინდა გითხრათ, რომ მე მუზეუმით თავიდან ბოლომდე ვერ ვნახე, მიუხედავად იმისა, რომ 5 საათი ვიყავი იქ.
ამ 5 საათის განმავლობაში ვცდილობდი რომ ყველაფერი მენახა, მოძრაობდი მაქსიმალურად სწრაფად არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდხანს არ ვჩერდებოდი, კი მინდოდა გავჩერებულიყავი თითოეულ ექსპონატთან, თითოეული ექსპონატი კარგად მენახა, დამტკბარიყავი იმ საოცარი ხელოვნებით, რაცაც ადამიანები 2000 წლის წინ ქმნიდნენ, მაგრამ მინდოდა ყველაფერი მომეცო და ვერ მოვასწარე. მეორე დღეს უკვე ჩვენ მოვფრინავდით, ამიტომ დამრჩა ნეაპოლის მუზეუმი უნახავი ფაქტიურად და თუ ოდესმე მე ნეაპოლში დავბრუნდი და ალბათ დავბრუნდები, გავაგრძელებ მუზეუმის დათვალიერებას. შევიდეთ მუზეუმში და დავათვალიეროთ მისი კოლექციები. მუზეუმი ძალიან დიდია და მისი მოსანახულებლად 2-3 დღე მაინც არის საჭირო, იმიტომ რომ იმდენი ექსპონატია აქ დაცული, რომ უბრალოდ შეუძლებელია ერთ დღეში, თქვათ 3-4 საათში ყველაფერი ნახო. ეს ბრინჯაოს მცირე ფორმები, მარილოს ქანდაკებები, რომლებიც გამოსახავენ სხვადასხვა ღმერთებს, არის აქ ჰერმესი, არის მარსი, სიყვარულის ღმერთი ვენერა. მოზაიკური პანოები, რომლებიც ნაპოვნი არის ჰერკულანუმში და პომპეიში, ასევე სტაბიაში, მაგრამ ძირითადი მასა არის ჰერკულანუმიდან, იმიტომ რომ ჰერკულანუმი კარგად შენარჩუნდა. აი უბრალოდ შეხედეთ რა საოცრად არის შესრულებული ეს მოზაიკები. ეს ყველაფერი არის უწვრილესი ქვებისგან, უწვრილესი ფერადი შუშის ნატეხებისგან შექმნილი ეს შუქჭრდილები და ეს საოცარი მოძრაობები, აი დინამიურია თითქოს ყველაფერი მოძრაობაშია. ეს გახლავთ ნიღბები თეატრალური. ეს ძალიან ცნობილი ფრესკა პომპეიდან, რომელიც მწერალ ქალს გამოხატავს. აი ამ ფრესკას ქვია ლიტერატორი ცოლ-ქმარი, რატომღაც. მიჩნეულია რომ ისინი მწერლები იყვნენ. აი ხედავთ როგორი დინამიკაა, როგორი საოცარი ფერებია. ეს ყველაფერი ფერადი ქვებისგან შექმნილი. აქაც სულ მოზაიკაა და რა თქმა უნდა უცნობილესი პანო, უზარმაზარი პანო, რომლის სიმაღლე არის 2,5 მეტრი, ხოლო სიგანი არის 8 მეტრი, ეს არის 1,5 მილიონ ფერადი ქვისგან, რომლებიც ჩამოტანილი არის სხვადასხვა კოლონიებიდან, პროვინციებიდან, ალექსანდრე მაკედონელის, დარიოს მესამეს შერკინების და ბოლო ომის ამსახველია. ეს სანათები, აი სანათების რაოდენობა და ფორმები ნახეთ, აი რა დიზაინია უბრალოდ. ბრინჯაოს სანათებია, არნახული სილამაზეა, აი წარმოუდგენელი სილამაზე. რამხელა ფანტაზია. ზეთს ასხამდნენ შიგნით, როგორც ვარაუდობენ, ზეითუნის და იმას ეკიდებოდა ცეცხლი. მინის ნაწარმი ცოტაა გადარჩენილი, მაგრამ რაც არის გადარჩენილი, ხედავთ რა საოცარი ფორმებია, რა სინაზეა და როგორი ერგონომიულიც არის. არ ვიცი რა ტექნიკაა ეს, რით არის შესრულებული, უბრალოდ ეს ყველაფერი 2000 წლის წინ ხდება. ეს სასმისები, როგორც ჩანს განსხვავებული, აი ეს ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ვილა პაპირიდან არის ამოღებული. უბრალოდ აღფრთოვანებაში მოყავს ადამიანი მართლაც. აი ეს გახლავთ შადრევნების ნაწილები, ბაყე ბიჯდა შადრევნის პირას და ისინი პირიდან
აფრქვევდნენ წყალს. როგორც ახლაც არის ხოლმე, ხშირად გინახავთ მსგავსი რამ, ბაყაყი, როგორც წყლის ცხოველი და აი შეხედეთ, ეს არის ქვის მადონები. მადონა ფაქტიურად დედა, რომელსაც შვილი უჭირავს, ხო, საკმაოდ დიდი ეს შვილი, მაგრამ მაინც. ეს სატირები ან ბახუსები უფრო რაზეც ისინი შეხედან, ეს არის ტიკები. სხვადასხვა ზომის ტიკებია, ის ალბათ ხარის ტიკი იყო, ეს ცხრის. ეს დიონისე, რა თქმა უნდა, ღვინის ღმერთი და ბახუსის, იგივე ბახუსი. მცირე ფორმები ბრინჯაოსი. საოცარი სინატიფეა. როგორი მოძრაობებია. ეს კვლავ მოზაიკა, რომელიც როგორც ჩანს აფრიკულ ნილოსის პეიზაჟს გამოხატავს უფრო, იმიტომ რომ ეს ჰიპოპოტამია, ქვემოთ მიანგია და ეს მცენარეულობა, რასაც ხედავთ, ეს არის ნილოსისთვის დამახასიათებელი. კვლავ თეატრალური ნიღბები. აი აქაც ესეთი მცირე ფორმებია, საოცარი სილამაზის. და გლადიატორების აღჭურვილობა. ეს რაცაც ჩაუვარეთ, ეს იყო მუხლების დასაცავი და აი უკვე მუზარადები. სხვადასხვა ფორმის და რა სილამაზეა ნახეთ უბრალოდ. ეს მართალია შლაპას გავს სულ ბოლო, მაგრამ და საკმაოდ მარტივია იმათთან შედარებით, რაც მანამდეა. აი ხედავთ. შუბის პირები, დაშნები, ანუ ეს იარაღები, რომლებსაც იყენებდნენ, აი სათითურები, თითზე ჩამოსაცმელი, ხედავთ როგორი კლანჭია. ეს ყველაფერი იყო გლადიატორების. ფარი, სამუხლე. და მათი ბრძოლების ამსახველი სცენა. აი ეს გახლავთ ქირურგის იარაღები, რომლებიც ნაპოვნი არის ქვემოთ ჩონჩხებთან ერთად, როგორც ჩანს მათთან ერთად ეს ექიმიც იყო, რომელიც დაიღუპა. ეს სატირის გამოსახულება, ბრინჯაოსი. ეს მთვრალი სატირი, ხედავთ როგორი უნიკალური კომპოზიცია, იგი წამოწოლილი არის ლომის ტყავზე და ამიტომ რატო არის სატირი ვერ ხვდები ლომის ტყავზე წამოწოლილი აი ესეთი კუნთმაგარი ადამიანი, მე უფრო ჰერაკლი მგონია, მაგრამ არა, სატირიაო. ხედავთ როგორი მართლაც მთვრალი ადამიანის მოძრაობა არის დაფიქსირებული. აი ამით რა საჩვენებს ძალიან საინტერესოა. ეს გახლავთ მერკური. და ჰერმესი, წერილების და ამანათების გადამტანების ღვთაება არის, აი ხედავთ ფეხებზე მას ფრთები აქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად იმოძრაოს. აი აქაც თქვენ ხედავთ სხვადასხვა სცენებს. ეს ყველაფერი აღებული არის ჰერკულანუმიდან, პომპეიდან, სტაბიადან, მოხსნილია და შემდეგ წამოღებულია მუზეუმში, იმიტომ რომ მუზეუმში უფრო კარგად არის ისინი დაცული. ხა ნაწილი სხვათა შორის არ არის ორიგინალი, ნაწილი არის რეპლიკა, მაგრამ უზუსტესი რეპლიკა, იმიტომ რომ უბრალოდ საწოდაობაა, რომ უცებ გაფუჭდეს ეს ყველაფერი. აი ეს გახლავთ მხატვრების ხელსაწყოები,
და საღებავები, აი მინერალური საღებავები, რისგანაც კეთდებოდა, აი როგორ ილესებოდა და ამიტომაც არის ეს ფერები ესე შენარჩუნებული. ფარგალი, აი კუთხე ეს არის ნეპტუნის ორი გამოსახულებაა გიგანტური, რომლებიც ერთი მთლიანი მარმარილოს ლოდიდანაა გამოკვეთილი და აი დააკვირდით აქ მარმარილოს ეთყობა, რომ იგი იყო შეღებილი და მართლაც რომაელები ღებავდნენ თავიანთ ძეგლებს ბერძნებიც და ამით ამსგავსებდნენ უფრო ცოცხალ ადამიანს, მაგრამ შემდეგ ჩამოცილდა ეს საღებავი და დაგვრჩა ასეთი სუფთა თეთრი ქანდაკებები, რომლებიც ალბათ უფრო შთამბეჭდავია ვიდრე შეღებილი. ესეც ჰერკულანუმიდან წამოღებული ცხენები, რომლებიც პირველი ეს აღმოჩენა გაკეთდა, როდესაც მე გითხარით, აი ადამიანი თხრიდა ჭას და ჩავიდა ჭაში და ეს ცხენი რო დახვდებოდა, 4 ცხენი ასეთი რო დახვდებოდა, ხო წარმოიდგენიათ რა შოკი იქნებოდა მისთვის. ეს ყველაფერი ხდება მე-17 საუკუნეში. და ეს კვლავ მცირე ფორმების საოცარი დააკვირდით როგორი ნატიფია. და კაბინეტო სეკრეტო, ანუ როგორც გითხარით, კაბინეტი, რომელშიც შესვლა 2 წლის წინ ჯერ კიდევ აკრძალული იყო, აქ არის გამოფენილი ეგრეთ წოდებული ესეთი ეროტიული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ძალიან პოპულარული იყო ძველ რომში. მე გაჩვენებთ აქ მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარს, თორე დანარჩენი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უკვე უშუალოდ მუზეუმში. მე უბრალოდ მეშინია რომ დამბლოკავს YouTube და მონეტიზაციას მოუხსნის ვიდეოს და ჩამეყრება მთელი ნამუშევარი წყალში, ამიტომ ჯობს რომ ნახოთ ეს ყველაფერი ადგილზე. არ ვიცი რამდენად მოგეწონათ დღევანდელი გადაცემა. ჩემი აზრით მე ყოველ შემთხვევაში ვეცადე რომ იგი მაქსიმალურად საინტერესო და ინფორმატიული ყოფილიყო, რამდენად გამომივიდა ეს დაწერეთ კომენტარებში. ვიდეოს ბოლოს მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც გავიცანი ნეაპოლში და ამ ადამიანებს თქვენს გაგაცნობთ მათ საინტერესო ბიოგრაფიებს. მე კი დღეს ამით გემშვიდობებით, მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც გამოიწერა ჩემი არხი, ვინც ეხმარება ჩემს არხს ფინანსურად. ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს. არ გადართოთ, დარჩით არხზე. კარგად იღავით.